14 წლის განმავლობაში მარცხი. რო გადაახლო 5 წლის წინ აქამდეც რომ მოვიდოდით, ამის საჯეროდა ადამიანებს ის ამ წუთში რისკავს, თუნდაც იმას რომ შეიძლება თავისუფლება დაკარგოს რამდენიმე წლით. საკმაოდ ბევრი შეცდომა ალბათ იქნა დაშვებული. საბოლოო ჯამში ამ ბრძოლას მოიგებს ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანი. თუ კი ხალხი გადაწყვეტს და ხალხმა უნდა გააკეთოს, მას შეიძლება საჭიროა. თქვენ რას ფიქრობთ? თქვენ რის გაკეთებას აპირებთ, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით წინა ხაზზე, იმიტომ რომ ჩვენ აღმოჩნდებით ციხეში. რას ელი პირობით ეს ხალხი რომელიც არ იყო გაბრაზებული, აქამდე გაბრაზდება? ჯგუფიდან, ადამიანების გაერთიანებიდან ეს ამბავი უნდა იქცეს ერთ გუნდად. მარტო მაშინ ექნება ამას ფასი და მარტო მაშინ მივალთ ესე გამარჯვებამდე. მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს თქვენც არ წარმოადგენთ. გამსხვილება არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა. ამ რეალობაშიც ჩვენ ვართ, ლაპარაკის წინააღმდეგი არავინ არ არის, ამ ლაპარაკს ჭირდება გარკვეული წინაპირობები. მე ამჯერად ესენი შეძლებენ დაალაგებას, გინდა ევროპასთან, გინდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ნანახი მაქვს ამ ქვეყანაში, ორჯერ მაქვს ნანახი, ერთხელ 9 აპრილის მერე და ერთხელ ვარდების რევოლუციის დროს, როდესაც ეს ქვეყანა მართლა ადგა და დადგა ერთიანად ფეხზე. გამარჯობა, ეთერში გადაცემა პოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე. მისმინე, გამოვყვებით ჩვენს არხზე, გამოვყვებით სოციალებშიც. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძე. ზურა, გამარჯობა, მადლობა მოგზაურობისთვის. უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ბევრი კრიტიკა გაისმა რა. არ ამგონი ახლა კრიტიკა ზოგადადაც არის მოდეს ოპოზიციის მიმართ, მაგრამ რატომღაც გაჩნდა ის შეგრძნება, რომ მსგავსი რამ ძალიან ადვილად შესაძლებელია მოხდეს ჩვენთანაც. მე ეგ ღიად დავაფიქსირე იქამდეც, რომ მე მგონია რომ ძალიან ბევრი სხვაობაა საქართველოსა და უნგრეთის შორის. ამაზე ჯერ შევჩერდებით, უბრალოდ ოპოზიცია ისევ რაღაც იძულებული იყო მეტნაკლებად ამ კრიტიკისთვის ეპასუხა ამ კრიტიკიდან ბევრი უსამართლოც იყო სიმართლე გითხრა. მაგრამ ჩემი ყურადღება შენმა სტატუსმა მიიყო Facebook-ზე, სადაც შენ გიწერია ეგეთი რამე, რომ პირველ რიგში თუ ვინმეს უსმენ, ესა ალიანსში მყოფი პოლიტიკოსები იმის მიუხედავად ვინ რაშია მაგარი თუ სუსტი და ამბობ რომ მათ ანუ ვაშადეს ჩერგოს ბოგუჩავას ცოცხიძის გვარამიას და სხვებს უსმენ რომც არ ვეთანხმებოდა დროს ხარჯავ პირველ რიგში მათ მოსმენაზე რა და შემდეგ გრადაცია პირობითად და ბოლოს წერია რომ რეალურად ყველას usmen ნაცნობ თუ უცნობ მოქალაქეებს და შემდეგ ჩემი პირველი კითხვა იქნებოდა იცი რა რომ აი ამ პოლიტიკოსებს რა უსმენ რა სულ მაქვს ეს კითხვა 14 წლის განმავლობაში ამ ხალხმა მათმა უმეტესობამ ვერ მიაღწია ქართული ოცნების გადატეხას მოდი ესე ვთქვათ ჩემი ჩათვლით შენ ჩათვლით კი შენი ჩათვლით ზოგი შედარებით ახალია ამ რუმ ტრიალში ზოგი ზედმეტად ძველიც კი მოდი ესე ვთქვათ ან არიან ადამიანები რომლებიც რაღაც 2000 წლიდან 99 წლიდან შეიძლება მოდიან მაგრამ აქ აქცენტს გავამახვილებდი უფრო იმაზე რომ 14 წლის განმავლობაში მარცხი სხვადასხვა მიზეზებით ობიექტური მიზეზებითაც მათ შორის მაგრამ მოდი ჩვენ კრიტიკულ ჭრილში შევხედოთ მაინც ყოველ შემთხვევაში ჩემი მიზანი ამ გადაცემაში ეგ არის რომ ბევრ რაღაცაში ოპოზიციური ლიდერები, სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, წევრები და შემდეგ ჩემეთ საკმაოდ ბევრი შეცდომა ალბათ იქნა დაშვებული, მათ შორის აღმოჩენილთან კომუნიკაციის ამბავში. და აი არ ვიცი, ხوارჯობდა თუნდაც ეს სტატუსი უკუღმა დაგეწყვეტა, ჯერ სხვა ხალხი დაგეწყვეტა ყველაზე ბოლოს მოგესმინა პოლიტიკოსებისთვის, შენი კოლეგებისთვის. არა, რამდენიმე მიზეზის გამო მაგ სტატუსის შინაარსი სწორედ ეგ იყო, რომ გრადაცია მეჩვენებინა და არა ის, რომ ვიღაცას უსმენ და ვიღაცას არ უსმენ. თუმცა მოსმენას მიაქვს დრო და კი, ჩემი დრო ისე როგორც ნებისმიერ ადამიანის დრო არის შეზღუდული და საბოლოო ჯამში გიწევს პრიორიტეტების განსაზღვრა, ვის უსმინო, ან ვის მეტად უსმინო, ვის ნაკლებად უსმინო და ვიღაცებს საერთოდ შეიძლება ვერ უსმინო რა. მე მომდის ახლა სიტყვაზე, მაგათ მე წლებია უკვე Facebook Messenger-ში ადამიანებს ვეღარ პასუხობ რა. მე რაღაცნაირად პოულობენ და მე ბოდიშს ვხვდი ხოლმე, რომ იქ ვერ ვნახე, იმიტომ რომ უბრალოდ ფიზიკურად დრო არ მაქვს ჩემი Facebook-ის გვერდზე
ოფიციალური გვერდი რომ აქვს, იქ მეგობარიზის, რომელიც მეტნაკლებად ახერხებს პასუხები გასცეს. ამიტომ ეგრე არ არის, რომ ყველას მოусმინა, შეუძლებელი. ამიტომ გიწევს პრიორიტიზაცია და მაგ სტატუს მიზანი ეგ იყო, რომ ეჩვენებინა ვის უსმენ, ვის არ უსმენ და მე მგონი რომ მაგ რეალობაში ახლა მესმის ის არგუმენტი რაც შენ თქვი, რომ ამ ადამიანებმა ჩემი ჩათვლით რაღაცები ცადეს და უკანასკნელი წლების განმავლობაში ვერ მოუგეს რეჟიმს, მაგრამ ამ რეალობაში ჩვენ ვართ მე პირველ რიგში უსმენ ადამიანებს, რომლებიც ახლა ამ წუთში არიან ბრძოლის წინა ხაზზე. მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც კი შეიძლება ბევრი მარცხი აქვთ, ბევრი არასწორი რამე აქვს გაკეთებული, მათ შორის ადამიანებს, რომლებიც რა ვიცი, ერთმანეთი ყავთ ალანძღი, ნათათხი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხალხი არიან ის ხალხი, ვინც ამ წუთში არიან ბრძოლის წინა ხაზზე და ვინც ყველა წინა ხაზზე არიან, პირველ რიგში უსმენ იმათ, შემდეგ უსმენ იმათ, შეიძლება პირველ ხაზზე არა, მეორე ხაზზე არიან, მათი აზრით შემც ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ შორის იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც მათ აქვთ, თუნდაც ის მარცხების გათვალისწინებით, ის მარცხიც ხო რაღაცა გამოცდილება არის და კი პირველ რიგში მათ უსმენ და მე რა ვიცი, ბოლოსკენ არიან ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეების შემდეგ არიან ის ადამიანები, რომლებსაც არასოდეს არაფერზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ, არასოდეს თვითონ არაფერი არ გაურისკავთ და უბრალოდ რაღაცა ჭკუის მასწავლებლები არიან. სინამდვილეში მაგ სტატუსით მაგის თქმა მინდოდა, რომ ძალიან ბევრი ვიღაც მასწავლებლები გამოჩნდა, ეხლა და ძირითადად მასწავლებლებით არის სავსე სოციქსელებიც და ტელეეთერებიც და მაგის თქმა მინდოდა, რომ სადღაც ბოლოში არის ეგ ხალხი, ვისაც შეიძლება მოусმინოთ და ხო, რა ვიცი, ის ადამიანებიც კი, რომლებიც ხა ალიანსში, რომელსაც მაგათ მე ვყავარ ნალანძღი არაერთხელ და ძალიან საკმაოდ კარგი ხნის განმავლობაშიც კი იმ ადამიანებს, იმიტომ ხა ამ წუთში ის არის ადამიანი, ვინც ახლა იბრძვის, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული და ვინც რაღაცით მაინც რისკავს. მოდი უფრო გასაგები რო იყოს კიდე ადამიანი, რომელსაც დღეს რომელიც დღეს ისეთ ბრძოლის ისეთ ხაზზე არის, რომ მას ციხე ემუქრება, მისი мотиваცია, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს და ეს ბრძოლა უნდა მოიგოთ, არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ადამიანი, რომელსაც არასოდეს პასუხისმგებლობა არ აუღია და ეხლაც გარდა ჭკუის სწავლების არაფერს არ აკეთებს და შემოწმება არაფერი არ ემუქრება. შეეშლება, არ შეეშლება, სწორს გირჩევს, არასწორს გირჩევს, პასუხისმგებლობა აქ ნული, არის რაღაცა ბრძელის პოზიციაში, სახლიდან იმოძღვრება, ან ჩაერთვება ვიღაცას, ან რაღაცას იზავს და ადამიანი, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზეა, რომელსაც შეიძლება ბევრი ცუდი გამოცდილება აქვს, არასწორი ნაბიჯები გადაუდგავს, შეცდომები დაუშვია, ჩემი ჩათვლით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ მას ის ამ წუთში რისკავს თუნდაც იმას, რომ შეიძლება თავისუფლება დაკარგოს რამდენიმე წლით დაწყებული, მე მგონი ყველაზე პატარა შემთხვევაში სააკავშირს აქვს 3 წლამდე და ადის ეს 15 წლამდე, ამ ადამიანებს უფრო უსმენ, იმიტომ რომ იმ ადამიანს დასაკარგი აქვს. ის ადამიანს თუ შეეშლება, ეს ადამიანი ციხეში მიდის, შეიძლება ჩემთან ერთად წავიდეს ციხეში. და კი, მგონია რომ მისი мотиваცია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოს, სწორი ნაბიჯები გადავდგათ და ეს ბრძოლა მოვიგოთ, ჩემი აზრით გაცილებით მაღალი არის, ვიდრე ნებისმიერი სხვის, ვისაც ნული პასუხისმგებლობა აქვს იმაზე, რას ილაპარაკებს. ხო, მაგრამ მაღალი мотиваცია არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ უფრო ლოგიკურ ან უფრო კარგ გადაწყვეტილებებს მიიღოს, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს. ნუ პასუხისმგებლობას ნიშნავს მე. პასუხისმგებლობას ნიშნავს, კი, გასაგები, მაგაზე ხო არ გედავი. ერთი კითხვა მაქვს შენთან, ანუ ეხლა ახსენე ზუსტად შენ კოლეგა პოლიტიკოსები, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში ნალანძღი ეხვარდა, ასე შემდეგ რა. ან შენი სანდოობა რა არის მათ მიმართ? ეგ ერთი. ან მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა რო შენი აზრით რა შეიძლება იყოს საზოგადოების სანდოობა მათ მიმართ? ერთი რამ, რასაც მე ვთხოვ პოლიტიკოს, არის დისციპლინა. თუ ადამიანი საკუთარ ლექსიკას იმ დონეზე ვერ აკონტროლებს, რომ ლანძღოსზე საუბარი, თორე კრიტიკა ბუნებრივია მისაღებია, ლანძღოს თავისი კოლეგა ოპოზიციონერები და ასე შემდეგ. მისი ღირებულება ჩემთვის ნულისკენ მიწევს. თქვენთვის რა ღირებულება აქვს, იმიტომ რომ საზოგადოების თვალშიც შეიძლება ეს კარგად არ აღიქმება რა. ეხლა კიდევ ვეცდები განმარტო ჩემი ლოგიკა თუ რატომ. იმიტომ რომ ნებისმიერი ოპოზიციონერი უნდა ხვდებოდეს, რომ სხვა ოპოზიციონერები ძალიან ადვილად შეიძლება აღმოჩნდნენ მათი ალიანსის წევრები. ანუ წინასწარ ავანსად რო ყავს ეს ხალხი ნალანძღი რა, საზოგადოების სანდოობაც საიდან უნდა მოვიდეს ამ შემთხვევაში. და მე უკვე თუ ერთ პოლიტიკოს არ აქვს ეგ სანდოობა ალიანსში შემოვალს, ეგ რატო არ გაშინებს, რატო არ გონია რომ მთლიანად ალიანსიც გავრცელდება. ერთი რომ ამ ხალხმა რომ გადალახა ბევრი რაღაცეები და საერთო სერიოზული საფრთხის წინაშე ერთად დადგა და მე ამაზე ლაპარაკობდი ბევრი წლის განმავლობაში, თავისთავად ეგ გონია ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ამ ალიანსის. ბევრმა ეგ ამბავი ვერ მოახერხა.
მათ შორის არა იმის გამო რომ რაღაცა ხშირად ადამიანებს აქ მაგთმობენ რა ხერხებენ ამას რომ პირადი ამბიციები აქვს და არა სწორედ მაგის გამო ვერ გადალახეს რომ ეს რაღაცა შეურაცხყოფა იყო თუ რაღაცა იყო წარსულის მაგას ვერ გადააბიჯეს რავი ხასიათიდან გამომდინარე მაგრამ ამ ხალხმა რომ ეს რაღაცები გადალახა და ჩვენ რო ერთად ვსხედვართ თუნდაც კვირაში მინიმუმ ორჯერ და რაღაცებზე ლაპარაკობთ რაღაცებზე გამართობთ ჩხუბობთ კიდევაც და შემდეგ ვთქვათ ხა გარეთ არ გამოდის ეგ ამბავი როცა რაზეც ვთანხმდებით ის გამოდის გარეთ რაც სწორი მგონია თავისთავად ეგ გონია რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნდობა საიდან უნდა მოვიდეს მგონია რომ მარტო მაგაზე არ არის დამოკიდებული მან კიდევ ბევრი პრობლემა მგონია ნდობა საიდან უნდა მოვიდეს სხვა რაღაცეებზე არის დამოკიდებული მაგრამ თავისთავად ეგ პირიქით ამბავია გადაბიჯება მაგ რაღაცეებზე და ერთად დადგომა პირიქით არის უბრალოდ მე მგონია ცოტა უფრო შორიდან არის როცა მაგაზე ვფიქრობ დასაწყები არის საერთოდ იქიდან ვინ არის დღეს ვის ვეძახით დღეს პოლიტიკოს ხო მე განცდა მაქვს რომ ჩვენ ხშირად ადამიანები რომლებიც საჯაროდ ლაპარაკობთ და შეიძლება რაღაც საზოგადოებრივ აზრს გავლენას ვახდენთ გარკვეულ ასეთ კლიშეებით ვაზროვნებთ მე ვეძახი ხოლმე ამას ტრენინგებზე ნასწავლ დემოკრატიას და საქართველოში ამ რეალობაში ჩვენ ცხოვრობთ პოლიტიკოსი ვინ არის პრინციპულად განსხვავებული ამბავია იმისგან ვის შეიძლება დაუძახო განვითარებულ დემოკრატიაში პოლიტიკოსი ამ რეალობაში სადაც ნებისმიერ პარტიას რომელმაც შეიძლება პირობითად ბარიერის გადალახვის საფრთხეს შექმნას ან ძალაუფლების წართმევის საფრთხეს შექმნას გძალავენ როცა პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ციხეში ზის და დანარჩენი ნაწილი პრაქტიკულად ყველა ვისაც რაღაცა ნდობა აქვს ხა ნდობაზე ლაპარაკობდი საზოგადოების თუნდაც რაღაცა პატარა სეგმენტში თუნდაც ხო არ არის საუბარი იმაზე ხა 60% რეიტინგი არავის არ აქვს ხო ყველას ბრალი აქვს წაყენებული და ზოგს 2 ბრალი აქვს და ზოგს 3 ბრალი აქვს და ყველას ციხე ემუქრება ეს არ არის იმ გაგებით პოლიტიკოსი გაგებითაც პოლიტიკოსი არის არ ვიცი იმაში გერმანიაში ან თუნდაც არ ვიცი აღმოსავლეთში თუნდაც უნგრეთში ხო ეხა უნგრეთი კარგი მაგალითი იყო ხო ამიტომ მე მგონია რომ თუ განსხვავება მხოლოდ ის არის ხა ჩემსა და სხვა მებრძოლ შორის თუნდაც შენ შორის ხო შენ ხო ეხა რასაც აკეთებ ამით ხო რაღაცნაირად რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიხარ ხო შენ სადაც იპოვე საკუთარი თავი სადაც თვლი რომ შენ ეს გეხერხება და ეს უკეთესად გამოგდის იქ იბრძვი შენი ფრონტის ხაზი გაქვს შენ და შენ შორის განსხვავება თუ მხოლოდ ის არის რომ მე უბრალოდ რაღაც დამერქვა პოლიტიკოსი ან არ ვიცი გაცხადებული საარჩევნო მიზნები მაქვს რომ არჩევნები თუ იქნება იმაში მონაწილე ვიღო ეგ ხო არა ამ რეალობაში ეგ ხო არ არის პრინციპული განსხვავება ჩემი აზრით მაინც უფრო პრინციპულია იმიტომ რომ ეგ დაახლოებით მე მგონი რომ ნებისმიერი ადამიანი ამ რეალობაში სინამდვილეში ყველა ვინც რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის ყველა არის დისიდენტი უბრალოდ ვიღაცამ დაირქვა ჟურნალისტი ვიღაცამ დაირქვა პოლიტიკოსი ვიღაცამ დაირქვა ეს ვიღაცამ დაირქვა ის მაგათახმებით თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ ბოლო საარჩევნო სუბიექტი ვიყავი ხო ამ პარტიული მოღვაწეობა და შემდეგ და აი ანალოგია რომ მოვიყვანო მაგალითად რომ მოვიყვანო პირობითად სხვაობა ჩემსა და შორის დაახლოებით იგივე შეიძლება იყოს რაც პროფესიონალ ფეხბურთელსა და ტიპ შორის რომელიც ეზოში ბურთს თამაშობს ორივე ფეხბურთს თამაშობს რა მაგრამ ის მაინც ცოტა ნავარჯიშები სხვა დონე დაახლოებით რაღაცაში ვარ ლაპარაკში ვარ ვერ გეტყვი რომ კარგი მოდი ერთი რაც ჩემგან მინდა გითხრა პირადად მე არ მქონია მაგის შესაძლებლობა იმას რომ დიდ მსხვერპლზე მიდიხართ ელემენტარულად ხა იმით ხვდები რომ მე სამწუხაროდ დედაშენის გასვენებაში უფრო დიდი დრო გავატარე მგონი ვიდრე შენ პირობითად რა ანუ იმ ეპიზოდს ვიხსენებ შენ დედა გარდაგეცვალა და 5 წუთი მოგიყვანეს ხო თუ რაღაც დაახლოებით 20 წუთი ხო ანუ მე თვითონ ვერ გავჩერდი ნახევარსაათზე ეს უდიდესი მსხვერპლი რაზეც საუბარი ახლა შენ პირადად გადაგხდა და თან გამონაკლის არ ახარ ხო აგერ მე ისი თქმა მინდოდა იცი მე იმის თქმა მინდა რომ ეს მოცემულობა არის განსხვავებული მოცემულობა მე მგონია და ამის განცდა მაქვს უკვე დიდი ხანია რომ აუ უნდა დავიწყოთ იქიდან საბოლოო ჯამში ამ ბრძოლას მოიგებს ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანი და მანდ არის ჩემზე თავარი მსგავსება თუ რამე შეიძლება მსგავსება იყოს აი უნგრეთსა და საქართველოს რა მაგის იმჯერა მეც რომ იქაც მოიგო ეს ბრძოლა ბევრმა გაბრაზებულმა ადამიანმა აქაც მოიგებს ბევრი გაბრაზებული ადამიანი სხვა რაღაცეებში ჩვენ უნგრეთი არა ვარ და ცხადია არა ვარ და ძალიან ბევრი განსხვავებაა ოღონდ მე რასაც უყურებ და ცხელის გულზედებს ჩემი აზრით არის ის რომ ადამიანების დიდი ნაწილი უბრალოდ საკუთარ არ უნდა თვითონ რაღაცებზე აიღოს პასუხისმგებლობა შიშის გამო, იმის გამო, ამის გამო მნიშვნელობა არ აქვს და ყველაზე მარტივი გამოსავალი ამ რეალობაში იპოვა ის, რომ რაღაცა საკუთარი პასუხისმგებლობა გადაულოცოს ვიღაცებს და მათ შორის ეს პოლიტიკოსი გახდა რაღაცა ეგეთი ისა, რომ თითქოს არსებობენ რაღაცა
ადამიანები, რომლებსაც რაღაცა რადგან მათ დაირქვეს პოლიტიკოსი და პასუხისმგებლობა აიღეს და რაღაცა და ამის გამო ნიშნავს რომ აი რაღაცა ეხა ველოდებით რაღაც ქვეყანა დაიწყო გადავიდა ახალ რეჟიმში ელოდებიან ეხა მადიარი გამოჩნდება მადიარი გვიშოს და არანაირი მადიარი არ გამოჩნდება არანაირი მადიარი არ გამოჩნდება ეს პოლიტიკური სპექტრიც რაც არის რაც ავართ საბოლოო ჯამში მარტო ეს პოლიტიკური სპექტრი ეს პოლიტიკური ლიდერები არ შველის ამ ამბავს და ხალხის გასაკეთებელია ეს ამბავი ეს პასუხისმგებლობის მოცილება რომ რაღაცა რადგან შენ ეს ეხარ ამიტომ შენ რაღაცა ის მოგეთხოვება მე მგონია რომ ეგ პრობლემა არის საბოლოო ჯამში მგონია რომ მან გვაქვს სერიოზული პრობლემა იმას კი არ მაქვს ლაპარაკი რომ აქეთ ვიღაცა პასუხისმგებლობას გაურბისან აქეთ ვიღაცა არც არავის რაღაცა არაფრის დაფასება არ უნდა მე მით უმეტეს არავის არაფრის არ ვაკეთებ ჩემი თავის ვაკეთებ მთელი ჩემი ცხოვრება საპარაკო თუ რამეს ვაკეთებ მარტო ჩემი თავისთვის და ჩემი შვილების ვაკეთებ და აქედან მოდის მე რო ჩემი შვილებისთვის მინდა კარგი ქვეყანა მაგიტო რაც მინდა რომ გავაკეთო მაგიტო მინდა თორე მე თუ ჩემ საკუთარი ამბავი მაქვს და ამ საკუთარ თავს ვერ გაურბივარ თორე რაღაცა უამრავი ადამიანი მყავს გარშემოზე რა უამრავი ვინც ქვეყნიდან წავიდა ვინც გაჩერდა უბრალოდ იმის გამო რომ რაღაცა არ ღირს რა ჯაფარ არ ღირს ამ ხალხისთვის არ ღირს არაფრის კეთება და ჩემი განსხვავება ამ ხალხისგან ისე რომ მე არაფერს ამ ხალხისთვის არ ვაკეთებ ჩემი თავისთვის ვაკეთებდი თავიდან და ჩემი თავისთვის ვაკეთებ ეხლა და ჩემი შვილების ვაკეთებ ეხლა ამ წუთში ხო და მე რაც არ მომწონს არის ეს პასუხისმგებლობის გაქცევა და მაგ გაქცევის ეს რაღაცა გზა რომ იპოვეს ვიღაცები ვისაც შეგიძლია ყველაფერზე ხელი შეახოცო და მართლა რომ გჯეროდეს რომ აი ვიღაცა მადიარი შევა გამოჩნდეს რატო გამოჩნდება ვიღაცა რატო შემოყოფს აი ამ ბავში რატო შემოყოფს თავს სადაც თავს შემოყოფ თუ არა იქიდან ისინი გადაგჯეგავენ გადაგივლიან და აქედან ესენი გადაგივლიან და გადაგჯეგავენ რატო უნდა აი ისედაც ხო ან დაგიჭერენ გცემენ დაგატერორებენ აი ოჯახ ცხოვრებას დაგინგრევენ ამას გიზავენ და პლუს ამას ყველაფერს მოყვება ის რომ აქედან კიდე ვიღაცები ზემოდან გადაგივლიან და მე და რატო თან რომ უბრალოდ თვითონ არ აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მეტი კი არაფერი ხო და მე არ მგონია რომ ეგ სწორი ამბავი იყოს მე მგონია რომ ეგ პრობლემა არის მე მგონია რომ ადამიანებმა უნდა გააცნობინენ რომ საბოლოო ჯამში ამ ქვეყანას მოიგებს ბევრი დისიდენტი ყველა უნდა იქცეს დისიდენტად ყველა უნდა გაბრაზდეს ეს მინდა სხვანაირი კუთხით დაგანახო რომ შენ ამბობ რომ პოლიტიკოსები კი არა ხალხი გადაწყვეტს ამას და ერთგვარად არ გამოდის რომ შენც გადაგაქვს პასუხისმგებლობა კი ამბობ რომ არ გადაგაქვს მაგრამ თუ კი ხალხი გადაწყვეტს და ხალხმა უნდა გააკეთოს მას შე რაღაც საჭირო ხარ არა მაგაზე არ გადამაქვს არა ზურა მე არ გადამაქვს ჩემ პასუხისმგებლობას ანუ ეს ახლა გამოვათქო მე გეტყვი რომ აი მაგალითად სანამ დამიჭერდნენ და განცდა მქონდა სული რომ დამიჭერდნენ ბოლო შეხვედრები რაც ქონდა ამას დაადასტუროს ბევრი ადამიანი იმიტომ ბევრი ადამიანთან მქონდა ამაზე ლაპარაკი ყველა შეხვედრაზე ამ ადამიანებს ვეკითხებოდი რომ ცხადე ყველა შეხვედრაზე ვისმენდი კრიტიკას მოსმენის პრობლემა კი არ არის კაცო მე ყველანაირ კრიტიკაზე კი არა იმაზე მაქვს ყველას გასქელებული შევადასტურებ მაგის პრობლემა არ არის ხო ანუ მაგაზე არ არის მაგრამ ამ ადამიანს ერთადერთი კითხვა სადაც უსვამდი არის იყო ის რომ აი რა ოკეი გავიგე ჩვენ ვართ ისეთები როგორებიც ვართ და შეიძლება მეტი არ შეგვიძლია შეიძლება მეტის უნარე პირობითად რავი სირები ვართ პირობითად ვიძახი რა მაგრამ მე ჩვენ დაგვიჭირეს და მე რა ხდება ანუ ჩვენ ჩავიხსენით ჩვენ და თქვენ რა შვებით მე თქვენ რას ფიქრობთ თქვენ რის გაკეთებას აპირებთ როცა ჩვენ აღარ ვიქნებით წინახაზე იმიტომ რომ ჩვენ აღმოჩნდებით ციხეში და ამ კითხვას როგორც კი ვსვამდი მაშ ვატყობდი რომ ეს ადამიანები პირველად იწყებდნენ მაგაზე ფიქს რომ რა ხდება მართლა და ეხა შემიძლია იგივე კითხვა დავსვა ანუ გავიგე რომ რამდენი ადამიანია სინამდვილეში მართლაც ვისაც ადამიანები ხა ამ ქვეყანაში პოლიტიკოსად აღიქვამენ 15 20 30 პირობითად ვიზახი რა რამდენიც არ უნდა იყოს შენ როგორ სვამ რა ამ ადამიანების რაღაცა ნაწილი ეს გზა ხო მართლა მიდის იქამდე სადამდეც მისული არის რუსეთი აი ეს რა ვიცი 30 ადამიანია თუ 20 ადამიანი თუ 50 ადამიანი რამე შობა ამ რაღაცა ადამიანების რაღაცა ნაწილი რუსეთში ეხლა რავი დიდად განსხვავდები და დიდად განსხვავებული სცენარი მე მაგისი ამჯერა ხო რაღაცა ნაწილი წავა ქვეყნიდან გაიქცევა რაღაცა ნაწილი აღმოჩნდება ციხეში რაღაცა ნაწილი გაჩუმდება და იმ გაგებით პოლიტიკოსები რასაც ეხა პოლიტიკოსს ეძახიან ეს ადამიანები შეიძლება აღარ მე რა ხდება აი ეს ყველა ეს ადამიანი რომელიც არ ვიცი იმაზე არ ვიცი დივანზეა წამოწოლილი და იქიდან ჭყუას არიგებს ყველას თუ ადამიანი რომელიც უბრალოდ გაჩუმებულია და ელოდება რომ სადღაციდან ვიღაცა მადიარი გამოჩნდება და უშველის ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანები არიან ხო რომლებიც ამ ბრძოლას რაღაცნაირად გამოწეულები არიან და ან ჭყუის გასწავლენ ან უბრალოდ გაჩუმებულებიან და რაღაცას ელოდებიან აი ეს რაღაცას ელოდებიან თავი დავანება ჭყუის მასწავლებლებს ისინი რა შვებიან მერე
მე რა ხდება? ჩაიხსნა ეს 15 კაცი, 30 კაცი და 50 კაცი და ეს ხო რეჟიმა იცის და თუ მარტო ამ ადამიანებზე არის ჩემი ჩათვით ჩამოკიდებული, ვისაც დღეს პოლიტიკოსი ქვია, მე რა ხდება, ხო და მე მან ხედავ პრობლემას, რომ მე მგონია, რომ კი, რა თქმა უნდა, ყოველას თავის პასუხისმგებლობა აქვს, ჟურნალისტსაც, პოლიტიკოსაც, იმასაც, ამასაც და გასაგებია, მაგას არავინ არ გაუბრის, მაგრამ იმის გააზრება, რომ საბოლოო ჯამში თითოეულმა მოქალაქემ უნდა იყოს პასუხისმგებლობა, გააქტიურდეს და თითოეული მოქალაქე უნდა გახდეს დისიდენტი და გაბრაზდეს და ისე კი არა, რომ რაღაცა ქუჩაში რო ხალხს აწამებენ და იქიდან მოყოლებული ორი კვირა რო გაგბრაზი და მე რო გადაგივლის, ან ისე კი არა, რომ რაღაცა ეხა ზიხარ და იძახი, რომ რა ვიცი, არავინ არ ჩანს და სანამ ვიღაცა არ გამოჩნდება, მანამდე არა, ეს გზაც არასწორია, ესეც არასწორია. ერთადერთი სწორი გზა არის გაბრაზება, მუდმივი ბრაზი, ამ ბრაზის შენარჩუნება და დისიდენტად ქცევა. ხმის ამოღება, როცა რეჟიმის მთელი ინსტრუმენტალი მიმართულია იმაზე, რომ აკძალოს და შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, სინამდვილეში ლაპარაკი აგიგძალოს და ადამიანობა დაგაკარგინოს, მან ბრძოლის გზა არის პირიქით ბრაზი და მეტი ლაპარაკი. და მე მგონი, რომ მან უნდა მივიდეთ რაღაცნაირად და ამ მგონია დაჟე ამის ლაპარაკიც არ მგონია, რომ პრობლემა იყოს რა. კი, ადამიანებმა უნდა გაიგო, რომ ხმა უნდა ამოიღო. უნდა გაიგო, რომ ვერანაირი ერთი ვიღაც ალკი აღებული ან თუნდაც 5 და 15 და მით უმეტეს ისეთი 15 პოლიტიკული, რომელიც არც ერთი არ მოგწონს და სულ მუდმივად აკრიტიკებ. მე რა ხდება? რას ელოდები? ხო, მაგრამ შენ რას აკეთებ? აი პირობითად, კაი, გავიგე ეგ ყველაფერი. შენ რას აკეთებ, ანუ ამ ხალხთან კომუნიკაციისთვის, რა? არ ბრაზდება პირობითად. რაღაცებმა გააბრაზა, გადაუარა ორ კვირაში და ამავდროულად. აი ხა 26 მაისს გაქვთ დაანონსებული. ხო? აქცია. რას ელი პირობითად ეს ხალხი რომელიც არ იყო გაბრაზებული, აქამდე გაბრაზდება? ხო? თუ პირობითად არ მოხდა რაღაც დიდი ეკონომიკური კრიზისი და ამავდროულად, ხო არ გონია რომ ეს შეფარდება გაბრაზებულების და არაგაბრაზებულების იგივე დარჩება? აი როგორ ელი რა შენ რა შეიძლება შენ რას აკეთებ და შენ რას მე უბრალოდ ნანახი მაქვს ამ ქვეყანაში ორჯერ მაქვს ნანახი ერთხელ 9 აპრილის მერე და ერთხელ ვარდების რევოლუციის დროს როდესაც ეს ქვეყანა მართლა ადგა და დადგა ერთიანად ფეხზე და მგონია რომ მაგ მომენტამდე მივალთ როდესაც ეს ქვეყანა ისევ ადგება და დადგა განსხვავებული რეალობა იყო 2000 სულ განსხვავებული უშუქობა ისევ როგორც 9 აპრილის მერეც განსხვავებული რეალობა იყო სულ განსხვავებული რეალობა მაგრამ რაღაც მომენტები დგება როდესაც ეს ქვეყანა ფეხზე დგება მე თვითონ მოსწრებული ვარ მას ორჯერ ჯერ რომ მესამეთაც მოვესწრები მაგას მე ამჯერად ხა ეს 26 მაისს მოხდება ეგ ამბავი მე მგონი რომ ჩემი საქმე არის ის რომ რისიც ჯერა ის რაღაცები ვილაპარაკო მათ შორის მიუხედავად რისკებისა საფრთხებისა რაღაცებისა რისთვისაც ვიბრძოდი ეს ბრძოლა გავაგრძელო რაღაცნაირად ეს ცეცხლი შევინარჩუნო და კი ადამიანებს აუხსნა ჩემი აზრით რა არის გასაკეთებელი სადი ლაპარაკო იმიტომ რომ ძალიან ბევრი კრიტიკა იყო მათ შორის იმაზე რომ აი მადიარმა 200 დასახლებული პუნქტი მოიარა და შემდეგ რა შეიძლება ამას მე თავად არ ვეთანხმებოდე მაგრამ შენგან მინდა გავიგო ეს რამდენად არა მე მგონი რომ რამდენად საფუძვლიანი იყო შენიათ ეგ კრიტიკა და რას აკეთებ შენ თქვენ ორმაგი ამბავი არის მანდ ერთი რაზეც რაშიც მოვავი 100% თუ არ მეც დარწმუნებული მადიარის იმაზე სტრატეგიების ხო ბევრი რაღაცები ითქვა რომ აი რაღაცა ამას აკეთებ და იმას აკეთებ სიამდვილეში მთავარი რაც მნიშვნელოვანი იყო და რითიც მართლა შეძლო ამ ადამიანმა ხალხის მობილიზება რაც ჩვენს გვჭირდება იყო პირდაპირი კომუნიკაცია ადამიანებთან მნიშვნელობა არ აქვს ხა რაღაცა პიკაპზე იდგა თუ ესე ახერხებდა თუ ისე ახერხებდა პირდაპირი კომუნიკაცია იყო მისი მთავარი ბჭყალებში კანიოკი ხო მე არ მჯერა რომ ეხლა შეიძლება საქართველოში იგივე გაიმეორო რაც მადიარმა გააკეთა რომ წახვიდე რეგიონებში და იარო და შეძლებ იგივეს მიღწევას აი არ მჯერა კი არა 100% დაწოლოება ეგ არ გამოვა ბევრი მიზეზების გამო მე მგონია რომ ჯერ პირველ რიგში თბილისში არის მობილიზაცია გასაკეთებელი ეს ერთი და მეორე, როდესაც ესე პირდაპირ კომუნიკაციებზე არის საუბარი, მსგავსი სტანდარტული კომუნიკაციის გზები აქ რეჟიმმა პრაქტიკულად მოკლა. და თუ ვინმეს წარმოუდგენია რომ ეხა მე ჩავა რეგიონში და იქ ხალხი გამოდა ლაპარაკს დაუწებ, ეგ არის ზღაპარი და თუ ვინმეს გონია რომ ეს ჩვენ არ გვიცდია, ну, ახლა მაშინ უბრალოდ ინფორმაცია არ აქვს, გვაქვს ნაკეთები. მოდი ინფორმაცია მაყურე. მე არა ვარ მაინც და მაინც ეგ ტიპი ვინც მარტო მაგით იყო დაკავებული, მაგრამ მაგათაც ნიკამელი არის ადამიანი, რომელიც მარტო მაგით იყო დაკავებული. ჩვენ რაღაცნაირად ეს კოალიცია რო გავაკეთეთ, რაღაცნაირად გავიყავით. საქმეები ვინც რაში იყო ძლიერი, თუმცა სხვა ერთმანეთს რაღაცებში ვეხმართ, მე მაგ ნიკამედასთან მოვლი პრაქტიკულად თელი დასავლეთ საქართველოს პრაქტიკულად სვანეთის გარდა მე და მელიას, რა ვიცი, სამეგრელო, რაჭა, იმერეთი, აჭარის
რაღაცა ნაწილი თითქმის მთლიანად ერთად გვაქვს მოვლილი, რა ვიცი, მელია დილით რო გადიოდა, რა ვიცი, შუაღამემდე დადიოდა და ჩვენ რო მართლა ხალხთა ლაპარაკის მეც არაფერს არ აკეთებდა. მარტო ჩვენ რო რაღაცა, არ ვიცი, ნიკა გვარამია რო რაღაცა დიდ აქციას იმაშებოდა, ორგანიზებდა, მელია გასული იყო, ველად იყო გაჭრილი და მარტო ჩატით ველაპარაკებოდით ხოლმე, თუ გაყოლილი არ ვიყავი და მეც არ დავყვებოდი ხოლმე. ხო და არ მუშაობს, იმიტომ რომ ის კი არ არის რომ რაღაცა იმას ქვებს გესვრიან და რაღაც არ უნდა შეგეშინდეს არ ესმის ადამიანს რაზე ლაპარაკი. არავის ქვის როლის არ ეშინია, ქვაც მოხდრია და უარესების მოხდრია. მაგრამ როგორც კი ერთ შეხვედრაზე გახვალ და 20 კაცი მოვა და ქვებს დაგიშენენ, მეორე შეხვედრაზე გახვალ მოვა 2 ადამიანი მარტო. ისინი აღარ გამოდიან მოქალაქეები, იმათ ეშინიათ რომ ქვაშება მოხდეთ და მორჩა ესეთ პირდაპირ კომუნიკაციის გზა, როგორცაც მადი არ აკეთებდა, აქ უბრალოდ არ გიმუშავებს. მე საზაფხულო ბანაკებს ვაკეთებ, სადაც ახალგაზრდებს ვკრებდი ხოლმე 30, 50, 60 ხან 80 ახალგაზრდა შემიკრებია და რავი რაღაცებს ველაპარაკებოდი ხოლმე, 1000 რაღაცებს ვლაპარაკობდით რა, მაგრამ მოვიდნენ უბრალოდ, მოიყვანეს ეს ხა ნეიტრალური საქართველოს რო გააკეთებინეს ეს რა გვარია და მოვიწყდა. შაქარაშვილი, მაგან მოიყანა ვიღაცა კუნთმაგარი ხალხი და იმებს გვესროდნენ, ქვებს და კლდის ნატეხებს გვესროდნენ, მანქანები დალეწეს. 24 წელს. ეს მოხდა ერთ იგივე დღეს, როცა მე დამესხენ თავს გორის სუპერმარკეტთან და მაგდოს ამ ბანაკს დაესხენ თავს, ანუ დაორგანიზებული იყო, თან მე დამესხენ თავს და თან ბანაკს დაესხენ თავს და სადაც ახალგაზრდები იყვნენ, მათ შორის არასრულწლოვნები იყვნენ, და ვიღაცებს საკუთარი შვილები მოყავდათ იქ რა. და всё მორჩა მაგის მერე რა ბანაკი უნდა გამაკეთებინ, რომელი მშობელი გამოუშვებდა ახალგაზრდას ბანაკში მაგის შე დამთავრდა ეგ პირდაპირ კომუნიკაციის ეგ გზა უბრალოდ აღარ მუშაობს. ანუ თუ რამე არის გადმოსაღები არის ის, რომ ეგ გზა საბოლოო ჯამში ყველაზე სწორი გზა არის პირდაპირ კომუნიკაციის, ფორმები არის მოსაძებნი ამ ქვეყანაში ისეთი, რომელიც იმუშავებს. ის რაც ჩვენ გვიცდია, არ ვიცი. რო ვიცოდე ხო გავაკეთებდი. მე რომ მასწავლიან ხოლმე გარედან რომ აი იმარო მე ეგ მაქვს რომ ბიჭო რავი ხა გავიგე რომ რავი პოლიტიკოსი მქია, მაგრამ ხა პირი ხო შენს გაქვს და 2 ხელი გაქვს და 2 ფეხი გაქვს და გააკეთე რა, ანუ დამანახე ხო? ესთან ხო იცი როგორი ქვეყანა არის ხა? შენც გამოვლი გაქვს 90 მე, ეს გამოვლილი მაქვს ხო? ამ ქვეყანაში ვიღაცამ ერთხელ რომ მარშრუტის ხაზი გააკეთა და ფული იშოვა, მთელი თბილისი მე მარშრუტის ხაზზე ჩალიჩოდა ვიღაცამ რომ ისა ბენზოგასამართსადური გახსნა, მე ყველა ბენზოგასამართსადური ეხა ერთმა რომ ააშენა, ყველა ააშენებს. ერთმა რომ სასტუმრო გახსნა, ყველა სასტუმროს ააშენებს. ეგეთი ქვეყანა არის საქართველოს სპეციფიკური სხვა ქვეყნების წესი, მაგრამ ეგეთი ქვეყანა ვიღაცამ ერთი რამე რომ გააკეთოს, რომ დაინახონ, თუნდაც პოლიტიკოსებმა ვიღაცამ რომ აი ეს არის გზა, ეს აი ვიღაცამ ესე ილაპარაკა, ესე დაორგანიზა, ესეთი ფორმა მიცა და აი ამაზე შეკრიბა, თუნდაც არ ვიცი 50 ადამიანი მოვიდა და მოусმინეს და გამოვიდა ეს გზა, ხო? ჩათო რომ მეორე დღიდან ყველა მაგის კეთებას დაიწყებს, ხო? სიამდვილეში ხო პრობლემა ისაა რომ ჯერ ვერ მოვიფიქრე და ვერ ვიპოვეთ. მე მაგას ხო მე რომ მოფიქრებული მქონდეს, მე არც არავის არ დაველოდებოდი. ბეთონ გავაკეთებდი მაგას. არა მაქვს მოფიქრებული, ვეძებ, მართლა მოსაფიქრებელია, მაგრამ ის რომ ეგ არის სწორი გზა, მაგაში დარწმუნებული ვარ. მაგაში რავი ხა მადი არამდეც ცნობილი ამბავი იყო, რომ ჰენდშეიკი და ადამიანთა ლაპარაკი ბევრად უფრო ის არის, ვიდრე ზურა ის ტელევიზორიდან რასაც შენ ამბობ, ეგ გამოდის რაღაც გველი, რომელიც თავის კუც კბენს, ანუ მე პოლიტიკოსი რაღაცას თუ ვერ ვაკეთებ, მოდი შენ გააკეთე. მე ის გეტყვის რომ მე თუ ვაკეთებ, შენ რაღაცში მჭირდები და რაღაც დაუსრული წელი გამოდის. არა, მე მაგას არ ვაკეთებ. მე ვაკეთებ უბრალოდ იმას, რომ მე ვცდილობ ჩემი დროის 90% მიდის მაგაზე ფიქრზე, განსხვავებით არაპოლიტიკოსისგან. რომ ვიპოვო გამოსავალი კი არა რაღაც, ანუ გამოსავალი სტრატეგიულად რა არის, ვიცი და მაგაზე შეთანხმებული ვარ თალიანში, მაგრამ აი რაზეც ვარ შეთანხმებული სტრატეგიულ ხაზებში, იქ რაღაცა გამოსავლები მოვძებნო და ვიპოვო. მაგარი განსხვავება ჩემსა და ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეს შორის. მაგაზე არ არის ლაპარაკი, კაც კიდე გავიმეორებ, არავინ არის პასუხისმგებლობის არც გადაბარებაზე და იმაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ადამიანი, რომელსაც არ უნახია ეს რაღაცეები, როგორ კეთდება, რატო არ კეთდება, არ უცდია თვითონ რაღაცა და მასწავლის, რომ ესე კი არა, ესე არის გასაკეთებელი, იმაზე მაქვს ეგ პასუხი, რომ მანახე. ხო მე რაღაცა რასაც მეუბნები შევა გაკეთებული მაქვს 17 წელს არ იმუშაო და მანახება შენ თუ რაღაც ხონად წარმოგიდგენია, მანახე და თუ დავინახე, რომ ეგ ეგრე არის, რავი, შენ დამასწრებ მაგის გაკეთებას, მე კი არა, ვერავის ვერ დაასწრებ, ყველა გამოვარდება და ყველა მაგის კეთებას დაიწყებს. მან ერთადერთი მე ვიტყოდი იმას, რომ თუ გასწავლიან ოღონდ გონორით გასწავლიან, აი ეგ არის მან ყოველს მიუღებელი, მე რაც დავინახე ამაში იყო ეს, რომ აი არ მარტო გასწავლიან, არამედ ზედ გამადლიან, რომ აი შედებილო რა, ეს რატო ვერ მოიფიქრე? თქვენი მართ იყო ეს ბუნებრივია, მე და ეგ არ არის, არავინ არ ელოდება ეს საქმე არ არის, საქმე, სადაც
მადლიერებას უნდა ელოდი ადამიანებს. არა, მაგრამ ადამიანები ისევ მინდა ადამიანის საზოგადოება ხო გესმის როგორ რაღაცა. ერთ დღეს რავი, აი ქაგიყვანს და მეორე დღეს ჩაგმარხავს იმაზე. ასე ხო გასაგები ამბავი. კომუნიკაციის საშუალებებზე მინდა დაუბრუნდე, აი მოქალაქეებთან შეხვედრა და რაღაცა. ნუ არც თუ ისე ბევრი კომუნიკაციის საშუალება არსებობს, მიუხედავად იმისა, განვითარდა ტექნოლოგიები, მაგრამ მაინც საკმარისი ხო პირდაპირ კომუნიკაცია. ნუ ოკეი, განძნელებულია, ხშირ შემთხვევაში აზრს კარგავს, რასაც შენ ამბობ, რომ შენ კი მიხვალ სიტყვაზე, მაგრამ უკვე სოფლიდან არავინ არ გამოვა, იმიტომ რომ შარია და ასე შემდეგ. ნუ რამდენი მიზეზია და ერთი რომ ცოტა რეგიონში ადამიანები დარჩენილი, მეორე ვინც არიან ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რაზეც არ ილაპარაკეს სხვა შორის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავება, რაც არის საქართველოსა და უნგრეთს შორის, არის შეფარდება რამდენი ცხოვრობს იგი ბუდაპეშტში, რა ნაწილი მოსახლეობის და აქ რა ნაწილია თბილისში და სხვა ურბანულ ცენტრებში კონცენტრირებული. ანუ საქართველოში გაცილებით მეტი ადამიანია ურბანულ ცენტრებში კონცენტრირებული. მეორე, სამი მიზეზია. თუ სოფელთან შეხება არ აქვს ადამიანს, იმას შეიძლება ეგონოს, რომ სოფელში რაღაც ბევრი ხალხი, მე სოფლის სკოლა მაქვს დამთავრებული, ლატვაში დამთავრე, ზემო სვანეთში და გაცილებით ბევრი ბავშვი იყო და გაცილებით ბევრი ადამიანი ცხოვრობდა, სოფელი რეალურად იცლება და ამათი რიტორიკის მიუხედავად ერთ-ერთი რაც გააკეთეს სოფლის დაცლას ხელი შეუწყო შევეშვათ ხა დანარჩენ სხვას მაგრამ ეს თავადვე შემიძლია ეგ არის ერთი რაოდენობა ცოტა ნაწილი თბილისშია წამოსული ნაწილი ქვეყნიდან არის გასული ბათუმში თუა და ქუთაისში გადანაწილებული მეორე ვინც არის დარჩენილი ეს ადამიანები რითი არსებობენ იქ ხო არ არსებობს ინამდვილეში არსებობს ბევრი წყარო ეს ადამიანები ამ ადამიანების შემოსავლის წყარო არის ან ბიუჯეტიდან აქვთ რაღაცა ან სოციალური დახმარება ან პენსია ან ადგილობრივ თვითმმართველობაში ან თვითმმართველობასთან ასოცირებული აფილირებული რაღაცა აიფში არიან ან თვითონ ან ოჯახის წევრი დასაქმებული ან ადგილზე რა ბიზნესები არის ხა ტყე თუ არის რაღაცა ტყეს ჩეხავს იმიტომ ლიცენზია აქვს მიღებული სახელმწიფოსგან რაღაცა ინერტული მასალები ხრეშს რო ეძახიან იმას იღებს დინარიდან როგორ ლიცენზია აქვს მიღებული სახელმწიფოსგან და ასე შემდეგ ანუ ვიღაცა არის ივანიშვილის ადგილობრივი ფეოდალი, რომელსაც სახელმწიფოსგან აქვს ნებართვა, რომ ადგილზე რაღაცა რესურსები მოიპოვოს და აქედან იშოვოს და შემოსავლით დასაქმებულოს. ისმება საერთოდ დადიოდი შედამელია. და მეს არა, ეს ანიშნავს რომ არ არიან ადამიანები დარჩენილი. მესამე რა ადამიანები დარჩენილი, რომლებიც არ არიან ამ იმაში არ კატეგორიებში არ გადიან, ან შეიძლება იღებს შემოსავალს ბიუჯეტზე მაინც არის ჩამოკიდებული, მაგრამ რავი, რისკავს და მაინც კრიტიკულად და ოპოზიციურად არის განწყობილი. მაგრამ ამ შემთხვევაში კიდე შიში მუშაობს, შიშის გამოშვება არ გამოდიოდეს. კარა, სიარულს აქვს აზრი, მაგაზე კი არ ლაპარაკობს სიარულს ჩემი მაგას სჭირდება დრო, როდესაც თბილისში იქნება გაცილებით დიდი პროტესტი და ეს ყოველჯერზე ესე ხდება. თბილისში თუ არის ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანები გამოსული და არ ვიცი, დიდი აქციები და რაღაცა, მაგ შემთხვევაში იქითაც ადამიანები ცოცხდებიან, ადამიანები იქაც უფრო მეტად რისკავენ, ვიდრე ეხა გარისკავდნენ. ანუ აზრი აქვს, ოღონდ გააჩნია რა ეტაპზე. მე ჩემ მაგალითად შემიძლია გითხრა რა, ჩოხატაურში იყო ერთხელ ჩავედი და სულ შეხვედრაზე მოვიდა, აღარ მახსოვს რაღაცა 10 თუ 12 ადამიანი იყო რა. და აქედან რაღაცა ნაწილი დაახლოებით 9 იყო ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან, ადგილობრივი პარტიის თანამშრომლები, მიცნეს რომ ეცხო ნაციონალურ მოძრაობაში ხო ვიყავი და მიცნეს და რაღაცა მომიკითხეს ჩამოვიდნენ და რაღაცა და რამდენიმე ადამიანი იყო არ ვიტყვი ხო რომელი, მაგრამ ერთ-ერთი კერძო ბანკის ფილიალის თანამშრომლები იყო, რომელსაც ეთქვა ნაკლები წნეხი იყო, იმიტომ რომ მაინც კერძო ბანკის თანამშრომლები იყვნენ და ეგ იყო სულ მეტი არ გეკარებოდა და მეც მაგ როგორ ვიკითხებოდი და ბევრჯერ მიკითხავს ეგ ბევრგან ყველგან ამბერად ჩამოგითვალეს მიზეზები ხა მე ანალიზი კი არ გამიკეთები ამას თვითონ ადგილზე გეუბნებიან ეს ადამიანები რომ ეს არის პრობლემები რის გამოც ადამიანთა შეხვედრა მაგრამ ეს ანიშნავს რომ ვერ ვიპოვი კომუნიკაციის გზებს რაღაცა იდეები მაქვს მე რა ჩემო მეგობრებმა მოვიფიქრეს და რაღაცების დატესტვას ვაპირებთ შესაძლებელია ჩემი აზრით აი ამ პრობლემების გვერდისავლით მაინც რაღაცნაირად ადამიანებთან პირდაპირ კომუნიკაციის დამხარება უბრალოდ ფორმები არის მოსაძებნი და რაღაც ერთი-ორი ვერსია გვაქვს რომლის დატესტვაც გვინდა და ეს შენ პირადად რა შეხედავ პრობლემას კომუნიკაციის ნაკლებობაში მე ვერ ხედავ კომუნიკაციის ნაკლებობა მარტო კი, კომუნიკაციის ნაკლებობა, ჩემი კომუნიკაციის ნაკლებობა ის კი არა უბრალოდ კომუნიკაცია არ არსებობს. ერთი რომ ადამიანებს არ ველაპარაკებით, მოქალაქეებს არ ველაპარაკებით და მეორე არ ველაპარაკებით იმენაზე, რაენზეც უნდა ველაპარაკებოდეთ.
სად ველაპარაკებით, აბა მე როცა დავიწყე გირჩის კეთება, მე მაშინ პირდაპირ ადამიანებს ველაპარაკებოდი და ველაპარაკებოდი კონკრეტულად მაშინ რა წუხილებიც ჰქონდათ რაღაც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს იმათ და მე აღმოჩნდა რომ რაღაცა ჩემ შემთხვევაში ორი ყველაზე ისეთი პრობლემური ამბავი იყო ეს სავალდებულო სამხედრო სამსახური და ნარკოპოლიტიკა და ნუ რაღაც მე მაგაზე მქონდა ფოკუსი, მაგრამ მაშინ ადამიანებს ველაპარაკებოდი პირდაპირ. ეხლა რომ ჩართო მე მაგათ ტელევიზორს აღარ უყურებ ძალიან დიდი ხანი წლებია, არც ციხეში უყურებდი, მაგრამ ციხემდე არ უყურებდი და ციხის მერეც ალბათ 1-2 მაქვს რო ჩართული. ბოლოს უყურე მარტო პატრიარქის გასვენებას მეტი ტელევიზორი არ ჩამირთავს საერთოდ. ხო და რო ჩართავ და რაც გესმის არის სულ გესმის ანალიტიკა. პოლიტიკოსი ქვია, პოლიტიკოსი არ ქვია, მნიშვნელობა გადამები დადიან და უბრალოდ ყველა არის ანალიზით დაკავებული, რომ აი ეს ხდება ქვეყანაში, რაღაცა ბიძინამეს ამიტო ქნა, ცოტნე ამიტო გამოაგორეს, იქ რაღაცა კობახიძემ ეს ამიტო თქვა, ეს იმიტო თქვა, არის სულ არის ანალიტიკა. ეგ არ არის გასაგებია რომ მაგას თავისი მომხმარებელი ყავს და ადამიანები რაღაც უსმენენ, მაგრამ ეგ არ არის ადამიანთან პირდაპირ კომუნიკაცია. მე მგონი რომ ეგ გვაკლია. ჩვენ მათ შორის ალიანსში ეგ ერთ-ერთი თავარ პრობლემად დავისახეთ, როცა ეს რაღაც მობილიზაცია დავად, მაშინ ეგ დავანოსეთ, მაშინ ეგ თქვი მე ბრიფინგზე, რომ პირდაპირ კომუნიკაცია და ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ, ეთერი იქნება სატელევიზიო თუ არ ვიცი, სადაც უნდა შეტრიალდე და კამერაში ადამიანებს ელაპარაკო, ადამიანებს მოუყვე ამბავი, ადამიანებს აუხსნა, სად ვართ ეხლა, ადამიანებს აუხსნა, რაში არის გამოსავალი და ასე შემდეგ და ეგ გონია მან როცა მივდივარ, მანდაც მივდივარ საბოლოო ჯამში იქამდე რომ ეგეც არ არის რა ვიცი მაგას თუ გააკეთეს მარტო 10 თუ 15 ადამიანი ვისაც ახლა ხალხი პოლიტიკოს ეძახის მე არ მგონია რომ საკმარისი იყოს რა ეგეც უნდა აკეთოს რა ვიცი გაცილებით მეტმა ადამიანმა ყველა ვის არ შეუძლია მაგის გაკეთება TikTok-ს ჩართავ და არ ვიცი საგიჟეთია ჩვეულებრივი ყველას თავის ტელევიზია გახსნი ყველა რაღაც იგიჟებზე ლაპარაკობს და ადამიანებმა აქტიურმა ადამიანებმა რომელსაც ლაპარაკი შეუძლიათ გაცილებით უფრო მეტად და აქტიურად რო დაიწყონ სხვა ადამიანებთან ლაპარაკი და ახსნა რა აწუხებთ რატო არიან გაბრაზებული რატო უნდათ ცვლილება და ასე შემდეგ რა ვერათ მალე გავადგონია ფინალში სადაც გავალთ მაგაში ეჭვანეპარება, მაგრამ ბევრად სწრაფად გავალდგონია ფინალში. უბრალოდ აი მანდაც ისევ იქ მივდივარ, მაგრამ თუ ეს ადამიანები დიდი, ავიცი, მასა რაღაცნაირად იმაზე უსიტყვოთ და ულაპარაკოთ შეთანხმდება, რომ ეს მარტო რაღაცა არ ვიცი 10 კაცი თუ 15 კაცის საქმეა, ვისაც პოლიტიკოსი ქვია და ესენი უნიჭოები და უნაროები არიან, ამათ არ გამოდით, მაგრამ რავი, ჩვენ დავიკიდოთ, ჩვენ საქმეს მივხედოთ და ამ ამბავში არ ჩაერთვებიან ბრაზის თუ ცვლილების სურვილის თუ არ ვიცი რა ვის რა мотиваცია შეიძლება კონდეს უფრო მეტად რომ გადაძალოს ამის რომ იმის ან ამის გამო ნუ რავი გაჭირდება ჭირს აი ფაქტია რომ ჭირს რა ვიცი კარგი 24 წლის არჩევნებს მინდა დაუბრუნდე არჩევნებამდელ პერიოდს და თავად არჩევნებს მე მაგალითად თუ გახსოვს შენ არჩევნების შემდეგ აქციები რო იყო მარტო ერთხელ ვიყავი რა ანუ მეც და ბევრიც კობახიძემ გაცილებით უფრო მეტი ხალხი გამოიყვანა თქვენზე მეტად რა ოპოზიციაზე როდესაც 28 ნოემბერს განაცხადა რომ ევროკავშირი ზენუ უარი თქვა ფაქტიურად რა ჩემი აზრით კიდე ეგ სამწუხარო იყო ნუ ბუნებრივია ხა მე თავადაც ვიძახი რომ ერთხელ გავედი და მეტჯერ არა ხო მაგრამ მქონდა მაშინ რაღაც ჩემი ლოგიკური ახსნები რატო გავედი იმ ერთხელ ხო იმიტომ რომ შემდგომ კობახიძის გამოსვლის მერე აშკარად გაცილებით დიდი ხანი ვიყავ გარეთ ხო და როგორ შეაფასებდი 24 წელს რაში დაუშვით შესწავლები რა გააკეთ არასწორად მათ შორის აი კომუნიკაციის ენაზე სიმართლე რო გითხრა ოღონდ ალიანს თუ პარტიებს და ისე არ ეხებათ აი ზოგადად რო აიღო ქართველი პოლიტიკოსების ну როგორც რა პოლიტიკოსები ქვიათ მაინც მათი უმეტესობა შენ პირადად გამონაკლისი ხარ მაგრამ მე დიდად სურათს არ ცვლის მათ უმეტესობას მოსახლეობასთან ლაპარაკი არ შეუძლია მილიონჯერ მაქვს თქვამი რომ მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ჟესტიანში კითი ლაპარაკოს ადამიანმა ქართულმა პოლიტიკოსმა ვიდრე რავი democratization participation და ასე შემდეგ ანუ რაღაც ხალხისთვის გასაგები ენა რაც არის პოლიტიკოსმა იმაზე უნდა იმ ენაზე უნდა ილაპარაკო ხომ ეთანხმები მაგაში რა და პირადად ჩემი შთაბეჭდილება არის ძალიან დიდი რაოდენობა რაღაცნაირი აი არ ვიცი აი ლაპარაკება რა სადღაც რომელიღაც კონფერენციებზე
დაჭერილი ფრაზებით რა, მაგრამ ნუ ეს ჩემი გადასახედიდან შენი მაინტერესებს. მეც მაგას ვეძახი, ტრენინგებზე ნაცვალ-დემოკრატიის სენას ვეძახი, მაგას ხო, ნუ ხალხის ენა არ არის რა, მანქანის გაკეთება რომ მოგინდეს, ეგეთი ადამიანი ჟესტიანშიკთა რომ მივა, ის ეტყვის რომ მაინც ამიხსენი რა გინდა. ვერ გააგებინებს. არის ეგ პრობლემა არის, თუმცა რავი, ეს პოლიტიკური სპექტრი არის, პოლიტიკური სპექტრი რა, რავი, ამ პოლიტიკურ სპექტრში ვინც არიან, იმათ ყველას ყავს, რავი, თავის რაღაცა ხარდამჭერი, ამიტომ ვინც რაინაძეს ლაპარაკობს, იმენას რავი, თავის სვენელი ყავს, თუმცა ჯამში ეს არ არის, ხო? სვენელის რაოდენობაში ეს ხალხოსნური ენა არ არის, რომელიც რაღაცა ის არის. ზოგადად მაგას გეუბნები, უყურე, ხალხოსნური ენა არის, პოპულიზმი არის, პოპული რა, ლათინურად, ხალხი, ხო შენ უმრავლესობის ენაზე უნდა ლაპარაკო. პირობითად ერთ უკაცრავად გაწყობდნენ პირობითად ერთ-ერთი პოლიტიკოსი იყო 2024 წელს, რომელიც თავის გამოსვლებში, მე პირადად მომისმენია, ახსენებდა რომ აი ამ ბოლშევიკებს დავამარცხებთ. ჯერ ერთი და ეს ბოლშევიკები და მენშევიკები არ ესმის ამ ხალხს. მეორე ისტორია თუ იცი ბოლშევიკებმა მაინც თავიანთ პონჩით ცუდად არ დაამთავრეს. ის ომი რატო იყენებენ მაინც ბოლშევიკებს სიტყვები დაგელია, მაგრამ პრობლემა ეგ არის, რომ დაელია, აშკარად არ ყოფილა სიტყვათა მარაგი, ხო? ნუ ხო, მანდაც რა ვიცი, გამოსავალი ალბათ ისაა, რომ მეტი ახალი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. ხა პოლიტიკოსი არ დაიქვა სახელი, მაგრამ ბევრმა ადამიანმა უნდა დაიწყოს ლაპარაკი. ლაპარაკი ხალხთან და ხო ვიღაცები უფრო სხვადასხვა ენა გამოჩნდნენ კიდევაც ახლა ვიღაცებს ხედავ ხომ სოციალებში რაღაცებს ნახულობ ხომ ვიღაცებს თავისი რაღაცა ენა აქვს ნაპოვნი რომელსაც აგებინებენ ადამიანებს მაგრამ 2022 კითხვის თავარი მასო დაუბრუნდე 2024 წელს მან აზრები ხაც განსხვავებულია ვოთ კამაც აზრი არ აქვს თორე ჩემი პოზიცია 2020 ერთი დავიწყოთ იქიდან 2024 წელს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ ჯამში უმრავლესობამ აქეთ ხარეს მოიგო ეგ არჩევნები უბრალოდ რაც გააკეთა რეჟიმმა მაშინ მსგავსი მანამდე არ გაუკეთებია არავის გარდა სტანდარტული გაყალბების გზებისა რომელსაც მანამდე იყენებდნენ ამ ქვეყანაში ძალაუფლების კონენი უბრალოდ აიღეს და გადაწერეს რომ დაახლოებით პროპორცია რომ ნახო დაახლოებით იგივე დაждდებოდა რაც უნგრეთში დაждდა ახლა მადიარის შემთხვევაში ხო რატო არელო დაახლოებით რატო იყო ეგ მოვლენა არ იკადრებდნენ თუ ანუ ეგეც პრეტენზია ანუ კი არა კაცო მე მინდა რომ შენ რაციონალური იყო გაიგე ამას თუ ვერ ვარაუდობდი მე კი რა მაგაზე მე ხო არ შემოჰკამათები ვარ მაგაზე ანუ ვიღაცა ელოდა მაგას ვიღაცა არ ელოდა უბრალოდ მანდარი ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის რომ მაგაზე წინასწარ ლაპარაკი რომ ეს რაღაცა გაგვიყალბებენ წინასწარ ლაპარაკი არჩევნების წინ თავდება ცუდი შედეგით იმ გაგებით თუ ადამიანებს ეუბნები რომ გაგიყალბებენ მათ უკარგავ мотиваციას რომ მაშინ რატომ მოვიდეს არჩევნებს და მაგ შემთხვევაში იმ შედეგის შევა ვეღარ დადო რა შედეგის დადებასაც ელოდები თუმცა ჩემი აზრით მოდი რადგან კითხვა იყო რომ თავარი პრობლემა რა იყო ჩემი აზრით თავარი პრობლემა რაც განსხვავებული აზრები არის ახლაც არის ის რომ მაშინ არ იყო საბოლოო ჯამში ერთი დიდი ერთობა ივანიშვილის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იმის გამო რომ არ იყო ეს ერთი დიდი ერთობა ამან ვერ დახატა ჯერ კიდე არჩევნებამდე სურათი სადაც სხვადასხვა კოლეგებში ამოვიდოდა რომ ოცნების სვეტი უფრო დაბალია ვიდრე აქეთკენ ოპოზიციის ჯამში გაერთიანებული რაღაცა იმის სვეტი რაც იყო მაგალითად იგივე მადიარის შემთხვევაში სადაც უკანასკნელი ბოლო თვეების განმავლობაში ყველგან ამოდიოდა გარდა იმ სამთავრობო იმისა რომ მადიარი დიდი იმითი უგებდა ორბანს და ეგ ფსიქოლოგიური მომენტი არის რაც ადამიანებზე მოქმედებს და საქართველოში ეგ რომ მოხდარიყო ადამიანების мотиваციას ძალიან გაზდიდა და მეორე რაც არის საბოლოო ჯამში ჩემი ეს პრობლემა რაც იყო ის რომ აი ეს დრაივი ის ჟილკა ის ჟინი ის ბრაზი აი ეს რაღაც ცვლილების სურვილი რომელიც უნგრეთში ხალხმა გადმოანთხია ქუჩებში ამ არჩევნების დღეს და ეგ სურათი ვერ დაიხატა სწორედ იმის გამო რომ არ იყო ერთი დიდი ამბავი ყველა versus იქით ამხარეს რუსული რეჟიმი და იყო რაღაცა აქეთკენ 4 სხვადასხვა კოალიცია. ჩემ ეს ეგ იყო მთავარი პრობლემა, თორე ეგ რო ყოფილიყო ყველა versus რუსული რეჟიმი, ზუსტად იგივე ცვლილების ჟინი, ზუსტად იგივე ბრაზი და ის გადმოვიდოდა, რომელიც ადამიანებში არსებობდა. უბრალოდ ერთად არ მოიყარა ამ ყველაფერი თავი, იმიტომ რომ გადანაწილებული იყო რაღაცნაირად ამ იმეებს შორის. ხო, რავი, თორე სხვა მხრივ მე ვერ ვიტყვი რომ რაღაცა კამპანიის ამბავში ჩვენ კამპანიას რამე დავაკელით. რავი, საბოლოო ჯამში ეგეთი კამპანია მაგათაც ხა ჩვენ კოალიციასაც ჰქონდა, მე ბევრი სხვა კამპანიაში მიღია მონაწილეობა, მაგრამ ეგეთ კამპანიაში არ მიღია მონაწილეობა არსად. ანუ ბევრი რაღაცები სწორი გავაკეთეთ
ცალ-ცალკეს და ერთადაც, მაგრამ ჯამში მგონია, რომ მანდაც გამარჯვების ფორმა ყოველთვის შანსები გაცილებით მაღალი იქნებოდა, თუ აქეთ იქნებოდა ყველა და იქით იქნებოდა რუსული რეჟიმი, ეს მათ შორის ამ რაღაცა იმას ძალის განცდას და ერთობის განცდას და ამ სურვილს და ცვლილების სურვილს და ბრალს და რაღაცას ერთად მოუყრიდა თავს და ერთად გადმოაფრქვევდა გარეთ, რაც მოხდა კიდევაც უნგრეთში და მაგამდე მგონია, რომ მაინც მისასვლელი ვართ. რამდენიმე მომენტი. პირველი მომენტი ის, რომ არ იყო აუცილებელი, შეიძლება გეთქვა, რომ აი გაყალბდება, მაგრამ შემზადება აუცილებელი იყო, იმიტომ რომ როდესაც არათუ გეგმა B არ არსებობს, გეგმა A-ც კი არ არსებობს, ეგრე შთაბილდება, რჩება ეგ პრობლემაა. ან იმის ნაცვლად სიტყვაზე, რომ ყოფილიყო არა ვერავინ გაიგებს ვის მიეცი ხმა, რაც მესმის მე მაგის ლოგიკაც, რომ რეგიონებში მოსახლეობას ეშინოდა ხმის მიცემის, უბანზე მისვლაში, მაგრამ საერთოდ არ იყო ხალხი შემზადებული იმისთვის, რომ ეს არჩევნები შეიძლება ესე კატასტროფულად გაყალბებულიყო, არა და შინაგანი რწმენა. შენც ესე გამოდის, იგივე გქონია, რაც მე დარწმუნებული ვიყავი, რომ უღმერთოდ გააყალბებდი. კარგი, ეგ ერთი. მეორე მომენტი, უყურე რაღაც მომენტამდე, თუმცა სიმართლე გითხრა, რაღაც მომენტში მეც ქონდა განცდა, რომ უბრალოდ იმხელა იყო მართლა უპირატესობა, რომელიც დაახლოებით 5 თვის განმავლობაში ყველა კვლევაში ამოდიოდა და ზუსტად ერთ-ერთზე დაიმთხვა შემდეგ 2 exit poll-ის შედეგები. ამ კვლევების შედეგებს რომ მეც დაუშვი ალბათობა, რომ შეიძლება ხო ეგეთ თავხედავად შეიძლება წასულიყო. ეხლა უყურე კიდე რა და ჩემი შეცდომა იყო ცხადია. კი ბატონო, კიდე რა მომენტს აღნიშნავ მინდა ის რომ ეხლა შენაბოდ დავუშვათ რუსული რეჟიმი. გონია რომ ეს მუშაობს, პირიქით ხო არ ხდება რომ ომის შიში, რუსეთთან დაპირისპირების შიში პლუს ძახილი რუსული რეჟიმი გაცილებით უფრო შეიძლება ამყარებდეს ვიღაც ნეიტრალურ ადამიანში ამ შიშებს. იმ დროს, როდესაც პირობითად თუ მე ამაზე რამეს ვიტყოდი, პარანოიდ მართული რეჟიმი, არაკომპეტენტური რეჟიმი, სრულად არათანმიმდევრული, გამომდინარე არაკომპეტენტურობიდან ასევე, იმიტომ რომ მთელი ეს რიტორიკა deep state-ზე ტრამპის მოვა, ტრამპთან დავლაგდებით, ვერ დავლაგდებით, deep state-ის აგენტი, ტრამპ თაუერი დღეს გამოვიდა თუ გუშინ შაშთირიშვილი და ისევ შეუტია, მოკლედ ეს, ხო? ეს ხო არ ფიქრობ რომ შეიძლებაია ეს გაცილებით უფრო მყარი და ნეიტრალური საფუძველი ყოფილიყო, იმიტომ რომ რუსეთი როგორი რუსეთიც არ უნდა იყოს. შენ მაინც მოგიზავს მასთან ურთიერთობა, ან ჩემს ცხოვრებიდან მოიყვანეს, რომ მაგალითად ხა სხვაზე რატო გადავიდე, მე ან ჩემთვის რუსეთთან ურთიერთობა იყო დიდი ტრაგედია გამომდინარე იქიდან, რომ სოხუმელი ვარ. ხო და ოჯახის წევრი დავკარგე ომში, მაგრამ მე რო ხა შენ მკითხო და მე რომ ოდნავ პასუხისგებლობა და ოდნავ ძალაუფლება მომწონს, მე ზუსტად ვიცი რომ რუსეთის მიმართ იძულებული ვიქნები გავატარო პრაგმატული პოლიტიკა, იმიტომ რომ მარტო ჩემ თავზე ხო არ ვარ პასუხისგებელი, ჩემ შვილებზე, ხო, შენ შვილზეც ვიქნები პასუხისგებელი და ყოველს იმას ან რა თქმა უნდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობ, თავდაცვის სამინისტროში ყოველთვის გაცნობიერებული მქონდა და შენს გაცნობიერებული გქონდა, ანუ რა თქმა უნდა. ამ ჩვენს მოსახლეობას რუსეთის რო ეშინია, აქვს ამას ლოგიკურ საფუძველზე მაგას გეუბნები ეს რუსული რეჟიმი რამდენად მომგებიანი აქვს. ერთია ხელისუფლებაში ხარ და რუსეთთან ცოტა პრაგმატული პოლიტიკა გაატარო, რაც ხადია სწორი არის და მეორეა, როდესაც რუსული ინტერესების მატარებელი ხელისუფლება გმართავს. თუმცა მე შევა გამოყვე იმ ლოგიკაში, რომ შეიძლება პრაგმატულად არ იყოს ეგ მომგებიანი, მაგ სახელის გამოყენება და შეიძლება რაღაცა არ ვიცი, სხვა ტერმინების შემოტანა უკეთესი იყოს. უბრალოდ მე ყოველთვის მიჭირდა message box-ებით საუბარი, არასოდეს არ გამომდიოდა და ყოველთვის ლაპარაკობდი იმას, რასაც ფიქრობ. ისევ როგორც ეხა ზუსტად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს ადამიანები კონკრეტულად რუსულ ინტერესებს ატარებენ ამ ქვეყანაში, ამიტომ რადგან ეს მჯერა ლაპარაკობ ვიყენებ მაგ ტერმინებს. არ ვიცი, მომგებიანი არ ვიცი, წამგებიანია ხო, რავი, თუ საბოლოო ჯამში ხა მართლა ამიხსნია, რომ ეს ამის გამო ვერ ვახერხებთ რაღაცას, უბრალოდ მაგისიც ამჯერა რავი, ვეცდები რომ შევცვალო, მაგრამ არა, უყურე ზურა, ეს გასაგებია და ინდივიდს ზურა ჯაფარიძეს აქვს უფლება რომ message box-ების garaშე ილაპარაკოს, მაგრამ ალიანს, პარტიას, პოლიტიკურ გაერთიანებას message box-ები გჭირდებათ და უნდა გქონდეთ და პირობითად რავი, ამაზე მშეობა შეიძლება და ეხლა ალიანსი მე ვარ რთული ადამიანი მაგამ ბავშვთა ეს მათ შორის რთული ადამიანი არა პრობლემა ამ პარტიებმაც იციან სიტყვაზე ეხლა ბოლოს
ფასებზე რო ქონდა ეს ბრიფინგი, სადაც ამ პროპაგანდის ხაზის განეიტრალება გვინდოდა, რომ თითქოს ეს ფასების და რაღაცა რეგიონული და გლობალური ამბების გამო და მათი ბრალი არ არის. იქაც კი, რა ვიცი, მე მომიწია ამ ბრიფინგის დაწყება და ავწთი რაღაცა იმას იმ ტექსტებს, რაზეც შეთანხმებული იყო ალიანსი. ხო, მაგრამ აი აქ ვადგებით, მე ვერ ვახერხებ რაღაცას დაზეპირებას. ზუსტად იმას აქ შენზე არაა საუბარი, ზუსტად. აქ ვადგებით ზუსტად იმას, რითიც შეიძლება არ მოიგო მადიარმა, მაგრამ მის მოგებაში წვლილი შეიტანა დისციპლინას, ერთიან მესეჯ ბოქს და შენ. ეგ შენზე არ არის, მართლა შენზე არ ყოფილა ეკითხვა. ზოგადად ერთიანად იმ ოპოზიციურ სპექტრზე, რომელსაც შენ წარმოადგენ და ეხლა ამ ოპოზიციაზე მინდა გკითხო, რომ აი ეგ ალიანსიც კი ჩემთვის რავი ოპოზიციის რამდენ პროცენტს წარმოადგენს ვერ გეტყვი, მაგრამ მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს თქვენც არ წარმოადგენთ, ხო? ჩვენც გვაინტერესებს, რომ არ გაზომილა გახარიას პარტია გვერდზეა, თუნდაც ლელო გვერდზეა. არ ვფიქრობ სხვათაშორის, რომ ლელოს ხარდამჭერები არ მოაკლდა, პირიქით ძალიან მოაკლდა ალბათ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მაგრამ ეგ ორი პარტია კი არა, სხვა პარტიებიც თუ მათთან თანამშრომლობთ, პოლიტიკურ რაღაც გაერთიანებებთან პატ-პატარები არიან, მაგრამ ბევრი არიან. იქნებოდა თუ არა ეს შენი აზრით მიზანშეწონილი მართებული, ან შეიძლება უაზრობაა და შეიძლება აზრი არ აქვს. არა, პირიქით, კი როგორ არა. არა, მე მგონი პირიქით ეს ამ ალიანსის გაზრდა ჩემს აზრით მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა არის თვითონ ამ ალიანსის, მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ ხა მაგალითად ლელო არ არის ამ ალიანსის ნაწილი, ალიანსის შექმნის დღიდან ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც თანამშრომლობით რეჟიმში ვიყოთ ლელოსთან და რა ვიცი, მეც მაქვს პირადად კომუნიკაცია ლელოს ლიდერებთან და სხვებსაც აქვთ. პირიქით გონია, რომ გასაზრდელი არის. მე არ მქონია არასოდეს ილუზია, რომ ხა ალიანსი რო შეიქმნება მეორე დღიდან ეს ალიანსი კრამიტებს დაამტრევს და მას დაწერს 70%-იან რეიტინგს დაწერს ეგრევე. არ ხდება ეგეთი რაღაცეები. ადამიანები, რომლებიც ახლა ამ ალიანსში ვართ, წლების განმავლობაში ერთმანეთთან დაპირისპირებული და ერთმანეთთან კონკურენციაში ვიყავით. დრო გჭირდება, რობოტები არა ვართ და ესე არ ხდება, რომ რაღაცა დასვი ხა ეს ადამიანები ყველა ერთად და ხვალიდან ითამაშებს ბარსელონასავით ფეხბურთს. ეგრე არ ხდება. ვერ მოხდება, ბუნებაში შეუძლებელი ამბავია. ბარსელონასავით რო თამაში დავიწყოთ, მაგისთვის საჭიროა დრო, რომ შევთამაშდეთ და მე ხა თვითონ ალიანსის შეგინთას მithქვას ხოლმე, რომ რაღაცნაირად ერთ ჯგუფიდან, ადამიანების გაერთიანებიდან ეს ამბავი უნდა იქცეს ერთ გუნდად. მარტო მაშინ ექნება ამას ფასი და მარტო მაშინ მივალთ ესე გამარჯვებამდე, როცა გუნდურად დავიწყებთ თამაშს და ბევრად შემიძლია რაც ხა მე ხშირად არ ვაკეთებ ხოლმე კომენტარს ალიანსზე და შიდა ამბებზე, მაგრამ რაც შემიძლია გითხრა არის, რომ ნუ დინამიკა შიდა გაცილებით უკეთესია, ვიდრე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეხაც გუშინდელიდან მოყოლებული რაღაცა პრობლემები იყო, შიგნით ერთი რომ კომუნიკაცია ბევრად მეტი გვაქვს ერთმანეთთან, რეგულარული შეხვედრები გვაქვს, რაღაცების ერთად კეთება დავიწყეთ. საბოლოო ჯამში შენ თავიდან ახსენ ერთად კითხავში ეს ნდობის ამბავი. ეს ნდობის ამბავი მარტო ის პრობლემა ხო არა, რომ ხალხს არა აქვს ნდობა. ამ ადამიანებსაც ერთმანეთთან ნდობის პრობლემა აქვს და მაგ ნდობის გაჩენის ერთადერთი გზა არის ერთად რაღაცების კეთება, ერთმანეთთან უფრო მეტი კომუნიკაცია და ნუ ეხლა იქ სადაც ნდობა ვერ გაჩნდება შეუძლებელი იქნება, მაგაზე გვაქვს სწორედ ის დოკუმენტი, სადაც წესებზე შევთანხმდით. ამიტომ რა ვიცი, მე რაღაცნაირად მაინც საბოლოო ჯამში ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ამბავს, დინამიკაც მომწონს, კიდე გავრებ მიუხედავად პრობლემებისა და მიუხედავად იმისა, რომ თავში ჩენს ხოლმე ისეთ პრობლემები, რომ შეიძლება უცებ ჩათვალო, რომ აი ხვალიდან უკვე всё არაფერი აღარ გამოვა. ჯამში მგონია, რომ ძალების გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები არის ერთადერთი სწორი ნაბიჯები და კი კითხვის დასაწყისს რო დაუბრუნდე, გამსხვილება არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა. მაგ შემდეგ კითხვა, რომ აი საზღვარგარეთ მუშაობა, საზღვარგარეთთან მუშაობა. მაგაზე შენთან ადრეც მისაუბრია რა. თუ გავიგონებთ დედაქალაქების უმრავლესობა, ეს არის ბრიუსელი, ვაშინგტონი, ბერლინი, პარიზი, ხო? პირობითად რატომ არა ლონდონის, მაგრამ პირობითად რატომ არ ახსოვდეს ანკარა? ან ერთ-ერთი პრობლემა მე რაც მიმაჩნია ოპოზიციის მუშაობაში საერთაშორისო არენაზე, რომ თქვენ ელაპარაკებით მხოლოდ ევროპულ დედაქალაქებს და შეერთებულ შტატებს. იქაც არა ვარ დარწმუნებული ამდენად ინტენსიურად, ან როგორ მიდის მუშაობა, ამაზე პასუხს არ გსთხოვ, შეიძლება სჯობდეს, რომ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ შენ გქონდეს და არ იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი, მაგრამ ის
დედაქალაქები იგივე, რავი, ანკარა რო ავიღოთ რა. რატომ არა? ვერი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს მაგას. მათ შორის ერთ-ერთი არის ის, რომ ხელისუფლებასთან, ანუ მე მგონი, რომ ანკარასთან ისევე არის სამუშაო, როგორც სამუშაო არის აზერბაიჯანთან. თუნდაც რა. და ეგ მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, განსაკუთრებით როცა ხელისუფლებაში ხარ. ორივე ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხაზი მგონია, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ცოტა რთული სამუშაო არის ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაშიც, იმიტომ რომ თვითონ იქიდან კომუნიკაცია არის დე ფაქტო ვისხლიშს არის ძალაუფლება იმასთან და ნაკლებად ოპოზიციურ ძალებთან. თუმცა ვერც იმას ერთადერთი რაშიც დაგეთანხმებოდი არის ის, რომ მე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე მაინც და მაინც ბევრი მცდელობაც არ ეხლა რაც მე გითხარი პასუხად, ეს არის რაც მე მსმენია სხვებისგან. მაგრამ ბევრი მცდელობაც არ მინახავს მე თვითონ, რომ ეგეთი ტიპის კომუნიკაცია დამყარებული ყოს და ნუ მაგის მიზეზად მეუნებიან მაგას, რომ ნუ ისინი არ მჯობინებენ თვითონ ვინც არის დე ფაქტო ძალაუფლების ხელში, იმასთან ქონდეთ კომუნიკაცია და ამიტომ მაინც და მაინც ოპოზიციასთან კომუნიკაციას არ ცდილობენ. ხო და ნუ არ ვიცი. ეს შემიძლია ერთადერთი ხა გითხრა. კი ბატონო. ქართულ ოცნების აი დღევანდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებდი კერძოდ იმ ჭრილში, რომ ერთდროულად მიდის რაღაც აქამდე წარმოუდგენელი კანონების მიღება და პლუს ამ კანონების ახსულება, ან ხალხს ტროტუარზე დგომის გამო ციხეში უშვებენ და თან ეს არ არის ერთეული შემთხვევები საკმაოდ მომრავლ და სამწუხაროდ და იმავდროულად გამოდის ცოტა ივანიშვილი და რაღაც რუსულად რო თქვა ლიუბოვ, მარკოვ და ძველი საბჭოთა მულტფილმი რო გავიხსენოთ, კოტ ლეოპოლდ რა კატა ლეოპოლდი, რебята, давайте жить дружно და ეს ყველაფერი თან მართლა სიყალბედ ჩანს იქიდან გამომდინარე, რომ წინ ტიტუშკები უზის და პლუს გრძელდება მთელი ეს პროცესი თავის პოლიტპატიმრებით და ასე შემდეგ რა და ამას რას უკავშირდება. ოღონდ არ მითხარ რომ აი ყანყალებს და ეშინიათ და რაღაცა. ბუნებრივია საერთოდ არ ეშინიათო მაგასაც არ გეუბნები. არა. ალბათ მე ვცდილობ ხოლმე რაღაცნაირად გვერდიდან ისე შევხედო ხოლმე რომ არც მაინც ოპტიმიზმში გადავარდე და არც რაღაცა პესიმიზმში. ჩემს ეს არის რაღაცა პრობლემებიც რეალურად აქვთ. ეს პრობლემა მათ შორის გამოიხატება იმაში, რომ მათი პროპაგანდა ვეღარ ცდება მათსავე ბაბლს და პროპაგანდის დანიშნულება უკვე ბოლო რამდენიმე წელია არის ხოლმე ის რომ სალაპარაკო საკვები მიცეს საკუთარ იმებს მხარდაჭერებს იმ ადამიანებს რომლებიც მობმული ყავთ უკვე დიდი ხანია რომ რაღაცა კითხვებზე პასუხის გაცემა შეიძლება მეზობელმა თუ რაღაცა კითხა რომ იმას რაღაცა სისულელე უპასუხოს იმიტომ რომ ყველა კოლევა და მათ შორის ახალი კოლევებიც მაქვს ნანახი აჩვენებს რომ ამ ბაბლს რომელსაც ვერ ცდებიან ანუ ადამიანების კი ძალიან არიან თავის ბაბლში ჩადებული კი აი ეს ადამიანების 2/3-ზე მეტი ამ ქვეყანაში არ ჭამს მათ ამ პროპაგანდას და რაღაცნაირად მათი ცელობებიც კი აღარ აქვთ მე რასაც უყურებ რომ მაინც და მაინც გაცდენ ამ ბაბს იმიტომ რომ თვითონაც აღარ ჯერათ რომ იქიდან მხრიდან შეიძლება კიდევ ვიღაცა თუნდაც აი ჭყალებში შუაში რო ეძახიან ისინიც კი შეიძლება აქეთ გადმოგშა ეს გონია რომ მათთვის პრობლემა არის პრობლემა არის ის რომ გააზრებული აქვს რომ ქვეყანაში თუ ჩატარდა თავისუფალი არჩევნები ისინი ამ თავისუფალ არჩევნებს წააგებენ და ნუ მაგის გამოძახილია ის რომ პარტიებს გძალავენ და პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ სხვა ახსნა მაგას არ აქვს რა თქმა უნდა გარდა იმისა რომ ეშინიათ რომ თავისუფალ არჩევნებში დამარცხდებიან პრობლემა ის რომ მიუხედავად ამ რეპრესიული კანონმდებლობების მთელი კასკადებისა ადამიანები ლაპარაკს თავს არ ანებებენ და ეს ლაპარაკი ისმის როგორც რუსთაველზე ისე ისმის სოციალებში და შემდეგ და ამიტომ გონია რომ შემდეგი ნაბიჯი სოციალებზე კონტროლი იქნება რადგან ახლა რუსეთში არის ამბავი ატეხილი და ინსტაგრამ ინფლუენსერები არიან აჯანყებულები და ერთი ამბავი ახლა უსმენ ხოლმე მაგათ იმეებსაც გადა ტელეგრამი რო აუგზავნეს სადაც პროდუქტებს ყიდდნენ მაგის გამო არიან გამწარებული დანარჩენი პრობლემა არ ქონათ არაფერზე და ეხა აჯანყდნენ რაღაც და ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს მიმართავენ და სადღაც მაკეტკენ მგონია რომ ესენიც გადაუხოვენ ეს არის სადაც ხედავ პრობლემებს მაგრამ ყარად არიან იმ გაგებით რომ საყდენები რაც აქვთ ეს საყდენები არ გამოცლიათ ეს საყდენები პირველ რიგში არის ფული სადაც პრობლემები აქვთ მაგრამ არა ისეთი მნიშვნელოვანი რომ თქვა რომ ხა ჩამოიშლებიან ეს საყდენები არის ძალოვნები აქაც საკმაოდ ყარად არიან
მიუხედავად რაღაც პერეტრუბაციებისა, რაც გააკეთეს, მაინც ვყარადგან ჯერჯერობით. ცოტნეს რაც შეეხება ხო, ნუ მე ამჯერა რომ რაღაცა შემთხვევით ხდება ეს ამბავი. ცოტნეს იმ რაღაცა სპიჩი, რომელიც თვითონ მოჭრეს და თვითონ დადეს, ეხლა იგი შემთხვევით არ ხდება, სპეციალურად მოჭრეს, დადეს. რაღაცნაირად ცდილობდნენ ერთი რომ ეჩვენებინათ, რომ აი რაღაცა ცოტნე ემპათიური ბიჭია. ბითიც პირიბად დაარტყეს კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ ნულოვანი ემპათიაო. პლუს ამ ცოტნეს ათქმევინეს, რომ არ შეიძლებაო რაღაცა იმ ხალხს აკაცუკები დაუძახო, რითიც ასევე პირდაპირ დაარტყმევინეს კობახიძეზე და დინარაძეზე და არ მჯერა რომ შემთხვევითი ამბავია. მაგის მიღმა იქ ახალი არაფერი არ იყო. ჩვენთან მიმართებაში დამოკიდებულებაზე არაფერი ახალი მას არ უთქვავს, თქვა რომ მარტო იმათ უნდა ველაპარაკოთ, ვისაც სამშობლო უყვარსო, სადაც ჩვენ არ მოგვიაზრებენ, ჩვენ ხო სამშობლოს ტრიბი ვართ და ისინი ვართ. მაგას უყვარს და მე არა. ხო, რა თქმა უნდა, ხო. ხო, ეგ შემთხვევით არ ხდება და ეხლა ამზადებს თუ არა ივანიშვილი რომ ეს რაღაცა მართლობის ფორმა რომელიც გადაიყვანოს რაღაცა მემკვიდრობით მართლობაში. არ ვიცი, მაგრამ მაგის გამორიცხვა შეცდომა მგონია, იმიტომ რომ გადაახიო 5 წლის წინ, აქამდეც რომ მოვიდოდით, ამის საჭიროდა ადამიანებს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მე მასწავლიან ჭკუას 5 წელს რო ეუბნებოდი, რომ აქამდე მივიდოდით, გიჟად თვლიდან და ეხლა მე მარიგებენ ჭკუას, ეხლა რა უნდა გორნა მოვიქცე. ხო და ამიტომ ვერ გამორიცხავ მაგასაც, რომ მაგისკენ გაურბოდეს ივანიშვილის აზრები, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გადაზარდოს მემკვიდრობით მართლობაში. ამისი ყველა მოცემულობა აქვს. მათ შორის ყავს მთელი არმია ადამიანების, რომლებიც ფულით ყავს მობმული, ან კომპრომატებით ყავს მობმული, რომლებიც ნებისმიერ მომენტ ტაშს დაუკრავენ. თქვა რომ გამოვიდა თქვას რომ ხვალინად ცოტნე იქნებაო, ტაშს დაუკრავენ და ეს ხალხი გამოდგება და დაგვიწყებს ჩვენ ახსნას, რომ რას დაპარაკობთ. მაგაზე არ გინდა. ბევრი შორს წასვლა, ღარიბაშვილია საკმარისი მაგალითი. საუკეთესო პრემიერი, მადლობა მართლმადიდებლობისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი კითხვა კიდევ რაც მაქვს, ურა ძალიან ხშირად მეგობრებთან საუბრისას თუ ისედაც წავწყვდომი ვარ, რომ აი ქართული ოცნება რაღაც მზად იყო დათმობებზე, მაგრამ ნუ ოპოზიცია მარქნა. როდესაც რამე კომუნიკაცია, თუნდაც კულუარული ოპოზიციის წევრებთან, პარტიებთან თუ ყოფილა? არა. არაფერი მსგავსი არასოდეს არ ყოფილა ეგეთი მზაობა, რომ რამე დათმობებზე წასულიყვნენ. ან პატიმრების ნაწილი გამოიშვა, თან რაღაც კანონები შეეცვალათ, უკან წაეღოთ, ან მსგავსი. არ ყოფილა და მაგისი მოლოდინიც არ არსებობს ამ რეჟიმის ხასიათიდან გამომდინარე და როცა მე რუსულს ვეძახი, მათ შორის ამ ხასიათსაც გულისხმობ, ისინი მათი ივანიშვილის განცდა არის ახლა რომ ყველაფერი მის ხელშია, სრული თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება აქვს, ვერანაირ საფრთხეს ეს ახლა ამ წუთში სერიოზულს მას მისი ძალაუფლებისთვის ვერ გზნობს და ნებისმიერი ეგეთი დათმობა მისი მხრიდან აღიქმება როგორც სისუსტე, ის ასე უყურებს, ამიტომ ის სისუსტეს არ დაუშვებს არც ერთ შემთხვევაში. ამიტომ მაგაზე ლაპარაკი არც არის. ზოგადად 2021 წელი და ეს მიშელის მედიაციით წარმართული მოლაპარაკეები იყო, ბოლო ეგეთი მომენტი, როდესაც ჩემში და მაშინ მე შეცდომა დაუშვი, ჯერ კიდე არსებობდა რწმენა, რომ თუნდაც დასავლეთიდან მომავალი რაღაცა არ ვიცი, კრიტიკა თუ წნეხი თუ რაც გინდა ის დაარქვი, შეიძლება ყოფილიყო ფაქტორი მათთვის, რომ რაღაცებზე უკან დაეხიათ და მათ შორის რაღაცა რეფორმები გაეტარებინათ, მაგრამ როგორც გახსოვს, იმ შეთანხმებიდან ისინი გავიდნენ. ამ შეთანხმებას ერქვა საქართველოს ევროპული გზა და იქ იყო კონკრეტული რაღაც რეფორმები გაწერილი, რომელიც თითქოს დათმეს მათ იმის სანაცვლოდ, რომ მაშინ ჩვენ უნდა შევსულიყავით პარლამენტში და სადღაც ერთ თვეში დახიეს ეს შეთანხმება და გადააგდეს და მაგის შემდეგ არ ყოფილა. ოსტოში მე თითქმის ყველა ნიშნული პროცესის მონაწილე ვიყავი და არ მახსენდება არც ერთი კონკრეტული მომენტი, როდესაც ამ რეჟიმის მხრიდან რაიმე დათმობაზე ყოფილიყო საუბარი. თუ არ ჩავთვლით 2023-ის აპრილს, როდესაც უკონტროლო სიტუაცია შეიქმნა თბილისში, პირველი რუსული კანონის დროს და მაგ დროს დაიხიეს უკან და რუსული კანონი წაიღეს უკან. სხვა არაფერი მსგავსი არ ყოფილა, არც ერთი ეგეთი მომენტი არ ყოფილა და განხილვაც კი არ ყოფილა რამე მსგავსი. ყოველ შემთხვევაში ოპოზიციასთან რამე კომუნიკაცია მათი მხრიდან რაღაც დათმობებზე და თქვენ სანაცვლოდ კიდე რაღაც დათმობებზე მსგავსი რაღაცა არც კულუარულად, არც ღიად არ ყოფილა. ეგ საინტერესოა, იმიტომ რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილს აშკარად რჩება შთაბეჭდება, რომ აი ოცნება რა კიდე დებატებზე არის მზად, ამიტომ ოცნება რაღაცაად მზადა ამ საყოველთაო შერიგებაზე და ამ საყოველთაო რაღაც შერიგება, მორიგებაზე ყველა ლაპარაკობს, ბევრი ლაპარაკობს, მათ შორის სასულიერო პირების გამოდიან, ანუ ყველა ხდება რაღაცნაირად, რომ
ეს საზოგადოება გახლეჩილია, პრინციპში შეუძლებელია ამის ვერ დაინახო, რომ საზოგადოება გახლეჩილია და ყველა ამაში რაღაც რისკს ხედავს, მაგრამ ქართული ოცნებამ მეც შაბლეუნჩებოდ თავად ამ რისკებს ვერ ხედავენ, ან ამას აღიქვამენ სისუსტედ, თორე არაფერი ვერც მე ვერაფერი შევატყო, იმიტომ რომ დისკუსია არის, დისკუსიის გულისთვის დებატი. არა, ხო იმან ხო შინა რაღაცნაირად თავიდან თუ კიდე რაღაცა პატარა ჰაიპივით იყო, რომ აი რაღაცა ეხლა ეგეც დაიკარგა, რა მაყურებელიც კი არ აყავს ხო იმ რაღაცა ბჭყალებში ეგეთ წოდებულ დებატებს და ერთ და იგივე ადამიანებს ისვამენ და ელაპარაკებიან და რაღაცნაირად ცოტა სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ რაღაცა ყობახიძე ერთის ხრივ დადის და იძახის, რომ რაღაცა პრემიერი ვარ და ისა ვარ და ესა ვარ და რაღაცა კვირაში ერთხელ უჯდება ერთ და იგივე ადამიანებს და ელაპარაკება სხვა თემაზე და რომელიც ყველა მიხდრო რომ შინაარს ხოლმე ხოდ ისაა რომ მე ეს ნალაპარაკები რაღაცა მოჭრან და პატარა რილსებად დაუშვან, დაბუსტონ ყველა თავიანთ პლატფორმაზე მეტი მაგ იმას რაღაცა დისკუსიას თუმცა შინაარსი არ აქვს. რაც შეხება ზოგადად ლაპარაკის წინააღმდეგი ამ რეალობაშიც კი რეალობაში ჩვენ ვართ, ლაპარაკის წინააღმდეგი არავინ არ არის, ამ ლაპარაკს ჭირდება გარკვეული წინაპირობები და ეს წინაპირობები მინიმუმის მინიმუმი რაც არის ის რომ ეს კანონმდებლობა რეპრესიული განსაკუთრებით მიმართული გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ეს ცხადია უკან არის წასაღები, იმიტომ რომ შენ მე ხა ტროტუარზე დგომისთვის თუ მიჭერ რაზე უნდა გელაპარაკო საერთოდ მეორე კანონმდებლობა მიმართული ამ პარტიების აკრძალვის და ლიდერების დაჭერისკენ და ამისკენ და ეს რაღაცები წასაღები და თუ მიჭერ მაშინ ხა რანაირად უნდა გელაპარაკო თან მიჭერ და თან გძალავდე და თან მეუნებოდე რომ დაგელაპარაკებო თუმცა ამას არ აკეთებენ ცხადია ხო მე ხო არ მელაპარაკებიან ეგეც ის არის და მესამე რაც ჩემი ეს პრინციპული საკითხი არის ის რომ ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა და აორგანიზა ეს ხალხი არის დასასჯელი ყველა შემთხვევაში ის კი არა რაღაცა გამოძიება დავიწყეთ და ვიძიებს და მიმდინარე არა კონკრეტული ადამიანები დასასჯელი იმიტომ რომ ეხლა ამ წუთში ვინც არიან ძალოვნებში მათმა უნდა იცოდნენ რომ ისინი დაისაჯენ და თუ ესენი იგივეს გაიმეორებენ მიუხედავად მიზან იღაბი ეკეთება და ექნება თუ არ ექნება ამოსაცნობი ნიშნები თუ რაღაცა ესენიც რომ დაისჯებიან ეგ უნდა გაიაზრონ და მაგის შედეგში დავშვა და ვილაპარაკოთ არ ვიცი ახალ არჩევნებზე იმაზე ამაზე მაგრამ ეს რაღაცები ეს ხალხი ჯერ გამოსაშვებია ეს აკრძალვები და რაღაცები ყველაფერი უკან არის წასაღები და ძალადობა ვინ ჩაიდნენ და აორგანიზა ეხლა დასასჯელი არის მაგის მერე ოკეი ვილაპარაკოთ არჩევნებზეც და ნებისმიერ რაღაც სხვა მიმდინარე რაღაც ამბებზეც შეიძლება ლაპარაკი მაგრამ ეს თუ ეს წინაპირობები თუ არ სრულდება ნუ ახლა მაშინ რა ლაპარაკი ანუ მაშინ არის ჩვეულებრივი კიდე გავიმეორებ ისევ რუსული ხასიათი რომ იმაზე რომ აფხაზეთზე და ცხინვალზე რო გეუბნებიან რომ მოდი აღიარეთ ეს რაღაცა რეალობა ახალი რეალობა და ახალი რეალობის აღიარების მერე მოდი სუფთაფუციდან დავიწყოთ ლაპარაკი ხო იგივე ამბავი არის ხო მოდი დალეწეს 500 ადამიანი აწამეს 120 ადამიანზე მეტი ციხეში ყავ ჩაყრილი პარტიებს გზავენ პოლიტიკური ლიდერები ციხეში არიან კაცი შვილი არ დასჯილა ამ ადამიანების წამებისთვის და დაწამვლისთვის და არაფრისთვის და გეუბნებიან რომ აღიარე ეს რაღაცა რეალობა და მოდი რაღაცა სუფთაფუციდან დავიწყოთ ლაპარაკი ჩვენ კი არ გეუბნებიან მარტო ამასთან ამას ეუბნებიან ევროპელებსაც და ამერიკელებსაც ზუსტად იგივე ეუბნებიან იმათაც და ხო და ხა ეგ არასერიოზულია არასერიოზული არ ეგ არის მაიმუნობა უბრალოდ ჩვენება საკუთარი აი ბაბლისთვის რომელზეც ეხლა ვლაპარაკობდით რომ ვითომ რაღაცა უნდათ რაღაცა ვითომ გალაგებენ და ვითომ აქ რაღაცა დიალოგი უნდათ რაღაცა ამას უბრალოდ ერთი რამე მინდა დავამატო რომ ამ დებატებისას მეც იმ ხრივ ვერ ხედავ რომ თუ რამე შედეგი არ მოყვა, ვილაპარაკოთ და ვიყოთ, ხო? თან მართლა ტროტუარზე დგომისთვის თუ უნდა დამიჭირო, რატომ უნდა გესაუბრო საერთოდ? ნაძორი თუ ხარ და ციხის ზედამხედველი, რატომ უნდა გელაპარაკო? იყავ შენ ამპლუაში, მე ჩემ ამპლუაში. მაგრამ ეს როგორზე გადავდოთ? ამ დებატებსაც რაც სოციქსელებში გამოხმარებით შეგვიძლია. ვიმშეულთ ამ დებატებსაც კი არ მგონია მათთვის სასურველი შედეგი მოყოლ და ორი მიზეზის გამო. პირველი რომ ბუსარისვამ და ვაიმე და ირაკლი ვარკობახიძე და ამ შემდეგ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და იმას არ შეხვდები, ამას არ შეხვდები ამ დროს შენზე სტატუსით გაცლებით ნაკლებ ადამიანს ხვდები. მე არავითარ შემთხვევაში პირობითად რო ავიღოთ ნიკა ობოლაძეს და ცოდნე კობერიძეს არ ვთვლი არც შენზე ნაკლებ ტიპებად, არც ირაკლი კობახიძეს ნაკლებ ტიპებად, ხო, არც ჩემს ნაკლებ ტიპებად. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც კობახიძე საკუთარ თავზე ამბობს და როგორც იქცევა ეს რანგით არ შეესაბამება. ანუ ისე დიპლომატიური პროტოკოლითაც და ნებისმიერ პროტოკოლითაც სხვა სტატუსი აქვს რა. ეგ ერთი. თავის მომხრეების თვალში ვამბობ პირველ რიგში. და მეორე აი რა ნაწყვეტებიც მე შემხდა მაგ დებატებიდან ოცნების ბაბლმა თუ იქიდან დასკვნა გამოიტანა რომ ამათ რამე მოიგეს, ნუ არ ვიცი რა, იმიტომ რომ
პიარულადაც, წმინდა პიარულად, ჩემი აზრით, საკმაოდ წამგებიანია ისევ მათთვის. ამ ხრივ კიდე ფანტასტიკა საერთოდ ჭირდებათ. მაგრამ სხვა საკითხებზე მინდა გადავიდეთ ეს უბრალოდ კომენტარის სახით თავად. იმათ ხო არ ჭირდებათ სიამდვილე ზურა, ეგ ხო მაგის საჭირდებათ, რომ აქ ხო მან თუნდაც ეგ ჭყალებში რაღაცა დებატები იმისთვის ხო არ არის, რომ მართლა სიმართლე გაირკვეს, ან თუნდაც იმისთვის ხო არ არის, რომ რაღაც ამან გავლენა იქონია საზოგადოებრივ რაზზე და რომელიც შემდეგ უნდა აისახოს არჩევნებზე, რომ ადამიანები რაღაცა დარწმუნდნენ აქეთა სიმართლეში, იქით რაღაცა დარწმუნდა რაღაც ხადაში და მერე ესენი მიდიან და არჩევნებზე წდება რაღაცა ბედი. ეს ყველაფერი ხო ეს სისტემა ხო სინამდვილეში გამოშიგნულია. მაგის შინაარსი არის ის, რომ ისინი ჭრიან იმ მომენტებს, რომელიც მათ აწყობდა მათი აზრით არის მათთვის მომგებიანი და იმას ბუსტავენ თავიანთ იმ ბაბში და ისევ იმ ბაბს აჭმევენ, რომ სიტყვაზე არ ვიცი რაღაცა თემა რო იქნება, იმ თემაზე ვიღაცა მეზობელი რო რაღაც მათ ხარდაჭერს, რომ რაღაცას ეტყვის, რომ კაი რაღაცა რანაირად იმას პასუხი ქონდეს და გაიმეოროს კობახიძემ რაც იქ ილაპარაკა, რომ აი რაღაცა ესე და ესე. მეტი ხო მაგას ან იმას აძლევენ უბრალოდ სალაპარაკო მასალას. მეტი მაგის შინაარსი ის არ არის, ან მათი გათვლაც კი არ არის იმაზე, რომ აქედან ვიღაცები რაღაცაში დაარწმუნონ და იქით ხარეს გადავიდეს. ეგ მიზანიც არა. მაგაზე არც მithქვამს, უბრალოდ თავიანთ ბაბლშივე გამნერა იქიდან, რომ მათ პროპაგანდისტულ არხებზე ეს ყველაფერი თავიანთ ბაბლშივე შეიძლება ვერ აღწევდნენ იმ მიზანს, რაც ჩაფიქრებული ქონდათ. მაგრამ აქ ყველაზე ცუდი კიდე ის არის, რომ საერთოდ აზრზე არავთ რა არის ამათ მიზანი, ვერ ხვდები ამათ რა უნდათ თუ ხვდებოდე. ერთი კითხვა რაც მაქვს საზღვარგარეთი რა ევროპა, შეერთებული შტატები. რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა ტრამპ თაუერის მშენებლობის შესახებ და ამაზე ოპოზიციურად განწყობილი ტიპების მხრიდან იყო, რომ აი 2011-ში რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი ტრამპ თაუერის მშენებლობაზე, როდესაც მიშამ ჩამოიყვანა ტრამპი, ბიძინა ამბობდა, რომ ეს ყველაფერი არის სისულელე, ეს ყველაფერი ეს არ არის ინვესტიცია, მართლა არ არის ეგ ინვესტიცია, ბრენდს ყიდულობ ჩვეულებრივად, ყიდულობ უფლებას, რომ გამოიყენო ტრამპის სახელი. ტრამპი ამაში კაპიკს არდებს, ანუ ეს არ არის ინვესტიცია, ამ სიტყვის კლასიკური და ნორმალური გაგებით, მოდი ესე ვთქვათ. მაგრამ ფულად ინვესტიცია არა. ხო, არ არის, არაფერს არ დებენ, სახელი გამოიყენე და მორჩა გატარდა. სახელი, რეპუტაციის და სახელის ინვესტიცია. კი, მაგრამ მეორე მხრივ ასევე შეცდომა იფიქრო და შეადარო 2011 წლის ტრამპი და 2026 წლის ტრამპი. რა თქმა უნდა. ხო? ანუ კენზოპილი, ბიზნესმენი და ამერიკის პრეზიდენტი. ეს ერთი მომენტი, რამდენად შეიძლება გამოვიტანოთ აქედან დასკვნა, დაალაგდნენ, არ დაალაგდნენ, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტად გავიგებთ, მაგრამ მაინც ჩემეთ ესე უგულებელყოფა ამისი და ესე ვთქვათ მაგიდიდან ერთი ხელის მოსმით გაქნება არ შეიძლება. და შესაბამისად კითხვა იქნება, რას ფიქრობ შეერთებულ შტატებთან ოცნების ურთიერთობაზე, რამდენად დაალაგდებიან, ვერ დაალაგდებიან, კაიხანი გავიდა, რაც ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლებაშია. მეორე თქვენ თავად თუ შეგიძლია გითხრათ, რას აკეთებთ ამ მიმართულებით, მათ შორის თქვენს იყავით თუ არ ვთქვი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან იყო ერთი 3 კვირის წინ შეხვედრა. ხო? და მეორე მომენტი ევროპა. ევროპასთან მიმართებაში ესენი ისევ და ისევ გამოირჩევიან სასტიკი ფარისევლობით და არათანმიმდევრულობით, იმიტომ რომ სულ იძახი არ შეიძლება იძახო რომ პროპაგანდისტების მეშვეობით არ შეიძლება იძახო რომ მაკრონი არის კოკაინშიკი და ამ დროს მაკრონმა რომ ხარზე ხელი მოგითათუნა, აი ეს ამას მიქონდეს იმედი. არ შეიძლება რომ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა რომ მაკაბოჭორიშვილს ხელი ჩამოართვა, ეს გამოიყვანო დიდამბად და აქამდე 6 თვით ადრე გამოტანილი გქონდეს რომ გედების ტბაში ამ მინისტრის ქმარი ან მამაკაცია მამაკაცთან ქორწინებაში მონაწილეობდა, აი შეუძლებელ რაღაცებს აკეთებენ რა, მაგრამ ერთი დასკვნა შეიძლება გამოიტანო, ეს ევროპა სულაც არ ჰკიდიათ ცალფეხზე, რეალურად ძალიანაც უნდათ ევროპასთან ურთიერთობა, ოღონდ მხოლოდ იმ პირობით, რომ ევროპა ამათ მიიღებს ისეთებს, როგორც არიან. აი რაც შენ თქვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე და რუსეთის პოლიტიკაზე, რომ აი შეგუეთ ამას და ახალი რეალობის გათვალისწინებით. ხო, ანუ ამასაც იგივე რაღაცა აქვთ, რომ შეგუეთ ამ რეალობას და ვიმაპარაკოთ რა, რატო გაწუხებთ ახლა აქ ადამიანის უფლებები რა მდგომარეობაშია და ბუნებრივად მაინტერესებს თქვენი პერსპექტივას და თქვენი მუშაობა სამმართველობით.
მე არ მჯერა, უნდა აქედან დავიწყო, მე არ მჯერა, რომ ესენი შეძლებენ დაალაგებას, გინდა ევროპასთან, გინდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მათ შორის არ მჯერა პირველ რიგში იმის გამო, რომ ეს არ არის რუსეთის ინტერესებში, რომ ესენი დაალაგდნენ, თუმცა შენ რაც თქვი, მაგ პირობით დაალაგება ცხადია ამათ აწყობთ, მაგრამ მაგ პირობით ვერ დაალაგდებიან და მაგის ყველა ნიშანია, რომ ვერ დაალაგდებიან. მათ შორის ვერ დაალაგდებიან უბრალოდ იმის გამო, რომ ველურებივით იქცევიან, ველურებივით იქცევიან. ამაგეთ რა ახსნა აქ, ამას ხშირად ვიძახო, მაგრამ რა ახსნა აქ იმას, რასაც ესენი გერმანიის ელჩს უკეთებენ, გარდა იმისა, რომ უბრალოდ რუსეთს უნდა ასე, მე არ ვიცი. რატო თუ დაალაგება გინდა რაიმე ფორმით, რატო უნდა აშავებდე გერმანიის ელჩს, ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის ელჩს ცარიელ ადგილზე, არის სულად გაუგებარი, ხო? ელჩმა შეხვდა ახალგაზრდებს, ფოტო გადაიღო დადო X-ზე და მეორე დღეს აუღორეს კამპანია, რომ ფარული შეხვედრა ქონდაო, საკუთარ ღიად დადებულ ფოტოზე, ახალგაზრდებს შეხვდა, ფული დაურიგა, რომ მე ამ ახალგაზრდებმა ოპოზიციურ პარტიებში მიიტანონ ფული არის. ჩაულებრივი, რაღაცა, ცარიელ ადგილზე მოფიქრებული ბოდვა და ამაზე გაშავება გერმანიის ერთ-ერთი ახსნა არის ის, რომ რუსეთს აინტერესებს, რომ სინამდვილეში ჩვენ ამ ქვეყანას არ ქონდეს დაალაგებული ურთიერთობა დასავლეთთან. მე მაგის არ მჯერა და მაგ საფრთხებს ვერ ხედავ, რომ ესენი ეხა ვიღაცასთან დაალაგდებიან. მეორე Trump Towers რაც შეეხება მე პირიქით გონია, რომ ეგ არის რაღაცნაირად სასოწარკვეთის გამოხატულება არის. წლებია, ბოლო წლები რამდენი ხანია მოყოლებული ტრამპის, როცა უკვე გარკვეული იყო, ტრამპი იგებდა იმ არჩევნებს, მაქედან მოყოლებული, ესენი უამრავ ფულს ხარჯავენ ამერიკაში, რომ ტრამპთან რამენერად გზა იპოვონ, კომუნიკაციის არხი გაჭრან და ხო, იქიდან რაღაცა ორი სიტყვა შეაშალოს ტრამპმა ამათ. თუნდაც X-ზე დაწეროს, ან Truth Social-ზე დაწეროს რამე კარგი ამათზე და ამას ვერ ახერხებენ და ვერ ახერხებენ ცადი ვიცით, რასაც აკეთებენ. ცდი ეძებეს გზები ცალკე თეთრი სახლიდან, ვერაფერი ვერ იპოვეს, ეძებეს გზები სახელმწიფო დეპარტამენტიდან, მაქსიმუმი სადამდე წავიდნენ იყო თანამდებობა იმ კაცის, ვისაც შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და იგი ყველაზე მაღალი თანამდებობა, ვისაც კომუნიკაცია დაამყარეს, არის senior bureau official. თუ მანამდე საუბარი იყო assistant secretary-ზე მაინც და რაღაცა senior bureau officials ვერაცდნენ და კი ცალკე მცდელობა იყო ოჯახთან. და ოჯახთანაც ვერაფერი ვერ მოახერხეს და ეს ეხლა არ დაწყებულა, კაი ხანია, თვეებია მინიმუმ, სანამ დამიჭერდნენ მანამდეც კი იყო ამაზე. საუბარი, რომ ერთ-ერთი კომუნიკაციის მცდელობა იყო ბჭყალებში ქართველი ბიზნესმენების მხრიდან, რომლებიც ჩასული იყვნენ და მათ შორის გამოჩნდნენ კიდევაც ფოტოში არქის ტიპი და კიდე ვიღაცა იყო. ილია წულაია იყო ერთ-ერთი. ხო, ეუნები. ზაზა ფაჩულია იყო, ილია წულაია იყო, ფხაკაძე იყო. ხო, ფაკაძე და ნუ რაღაცა თავიდან ეუბნებოდნენ, რომ რაღაცა ფულს ჩავდებთ ამერიკაში, იმიტომ რომ ტრამპს ჰქონდა კამპანია, რომ ამერიკაში ინვესტიციებს იზიდავდა, იქაც სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა, იმიტომ რომ ტრამპი რაღაცა ტრილიონებზე ლაპარაკობდა, რომ იქიდან არაბეთიდან ამდეს წამოვიღებ, იქიდან ამდეს, აქედან ამდეს და ამათ ხა რა, ამათი რიცხვები რა უნდა ყოფილიყო, იმათ შტამბეჭდავი ყოფილიყო, მაგ ამბავმა არ იმუშავა და ნუ საბოლოო ჯამში რაც ჩანს არის ის, რომ ეს არის რაც ხა Trump Tower-ზე ხდება, ეს არის მაქსიმუმი, რა რისი გაჭრაც ამათმა მოახერხეს ამ ქართველი ბჭყალებში ბიზნესმენების გამოყენებით, რომ რაღაცა უთხრეს ერიკ ტრამპს, რომ ფულს გადავიხდით, რომ ბრენდი გამოვიყენოთ და თბილისში ავაშენოთ Trump Tower. ეს არის მაქსიმუმი და მაგიტო ვიძახი, რომ მგონია, რომ პირიქით რაღაცნაირად სასოწარკვეთის ნიშანი უფრო არის, ვიდრე ის, რომ რამე ისეთ სერიოზული არხი გაჭრეს. თუ იმას მოლოდინი აქვს, რომ Trump Tower-ის აშენების გამო ტრამპი გამოვა და ამათ შეაქებს და რაღაცა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები გადაიტვირთება, მე მაგისი არ მჯერა. თუ არა და აი დაველოდოთ და ვნახოთ. კაი, კი ბატონო. მე კითხვის მეორე ნაწილი, თქვენას მიკეთებ. თუ შეგიძლიათ უნამროვია. კი, როგორ არა, ჩვენ ანუ ერთი რო ალიანსი ცდილობს და ამაზე მე არ მისაუბრე ამაზე, მაგრამ ისაუბრეს ალიანსის რამდენიმე ლიდერმა, რომ უცხოეთში ვიზიტები იგეგმება, ოღონდ ჯერ გადაწყვეტება თავიდანვე ეგეთი იყო, რომ არანაირი ვიზიტი ჯერ გარეთ არ დაგეგმიყო, მანამ სანამ საქართველოში რაღაცებს არ გავაკეთებდით, ამიტომ ჯერ ახლა უახლოესი 1 თვის განმავლობაში მინიმუმ მარტო საქართველოში ტრიალებთ, მაგის შემდეგ კი რაღაცები იგეგმება, ოღონდ ნუ ამ წუთის მდგომარეობით რაც ისიც მათ შემილი არის ის, რომ
ამერიკის შემთხვევაში, ევროპაში პრობლემა არ არის, საერთოდ ბევრად უფრო ისეთი საანაცნობო ისა გვაქვს ქსელი, ყველას რაღაცა თავი ხა სიტყვა ჩემი პარტია არის ალდეს ჯგუფის წევრი, შესაბამისად ალდეს გავლით, რა ვიცი, ბევრი რაღაცებზე შეგვიძლია გასვლა, სადაც ქვეყნები არის, სადაც ალდეს ყავს პირველი პირები, ხელისუფლებაში არიან წევრი პარტიები და შემდეგ, ანუ იქ ბევრად უფრო მარტივი არის. ამერიკის ადმინისტრაციასთან ეს მაღალ დონეზე კომუნიკაციის დამყარება რთულია. რბილად რომ თქვა. რთული არის არა მარტო სიტყვაზე რეჟიმისთვის, რომელიც ამაში ბევრ ფულს ხარობს, არამედ ცხადია ჩვენთვისაც რთული არის. ამიტომ კონგრესში, სენატში პრობლემა არ აგვაქვს. ამიტომ ვიზიტის დაგეგმა რომ მიდის ახლა საუბარი იმაზე რომ იყოს რაღაც კონგრესის ნაწილი, იყოს სენატის ნაწილი, მაგრამ ასევე იყოს სახელმწიფო დეპარტამენტის ნაწილი და საუკეთესო შემთხვევაში თეთრი სახლი. რამდენად გამოვა, ნახოთ. კი ბატონო, ხო მარტივი რო არ არის. მაგაში ეჭვია რომ ხო მესმის რომ მარტივი არა. ბუნებრივია განსაკუთრებით იმ სოფლიო პრობლემების გათვალისწინებით, რომელიც აი რა კი, რასაც ახლა რჩევს გვაძები ხომ ზოგადად გესმოდეს არის ის, რომ რაღაცა ხო გასაგებია, რომ ამ ადმინისტრაციას სხვა პრიორიტეტები აქვს, რაღაცა ნაკლები აქცენტი აქვს სიტყვაზე, რაღაცა დემოკრატიაზე და კანონის უზენაესობაზე, მეტი აქცენტი აქვს ბიზნესზე, ეს ყველაფერი ყოველას გვესმის და შესაბამისი კომუნიკაციაც გვაქვს, შესაბამისი მასალების გვაქვს მომზადებული და ეს დაწყებული არის დიდი ხანია, ეხლა რა გვაქვს ყველაფერი მზად გვაქვს, კომუნიკაციის არხებიც გვაქვს, ისიც გვაქვს, ესეც გვაქვს, რაღაცებს ვცდილობთ, მაგრამ კიდე გავიმეორებ, რომ ძალიან რთულია. კონგრესი, სენატი, აქეთ საკანონმდებლო ნაწილი საერთოდ არ არის პრობლემა, ტრადიციულად არც ყოფილა პრობლემა, აქეთ სახელმწიფო დეპარტამენტი შედარებით ნაკლები პრობლემა არის, თეთრი სახლი შედარებით უფრო პრობლემა არის. აი, მადლობა ზურა. რავი, ალბათ პრინციპში რაც მაინტერესებდა მეტნაგებად ამოუწურა, მეორე მხრივ შეიძლება მთელი დღე ისაუბრო და მაინც ვერ ამოწურა ჩვენ ჭირო არა. რა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ეთერში იყო გადაცემა პოლიტიკური კოდი და ჩვენ ყავდა პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.